თქმა უნდა თქვენ უყურებთ GeoGameHolic-ის არხზე Morig Minecraft-ის ვიდეო გაკვეთილს და ამ გაკვეთილში მე და GeoGameHolic-მა გადავწყვიტეთ რომ მოკლედ ესე იგი დადგა დრო იმისათვის რომ Holic-ი მოვამზადოთ სერიოზულ შერკინებებისთვის და ავაშენებ აქვე ცალკე სპაუნერებს, სადაც Holic-ს გავაცნობ სხვადასხვა mobs, რომელიც არის Minecraft-ში. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით მეც ყველას. და მაშასე შემდეგ გაკვეთილს შევუდგეთ. ესე იგი Holic, აქ ახლა ერთ რაღაცა პატარა ოთახს გავაკეთებ მე, იქიდან გამომდინარე რომ აქვს ადმინის პრივილეგია. ხო, სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ასე ვთქვათ, სტრიმის დროს ყველანაირად ხელს გვიწყობდა რომ ჩვენ სერვერზე არანაირი ხარვეზი არ დაფიქსირებულიყო. ექსტრაორდინალური მადლობა თქვენ. თქვენ ისრები როგორ გავაკეთო? ისრებისთვის გჭირდება კაჟი. აი გახსოვს ანთებელა როგორც გავაკეთეთ. კაჟი და ქათმის ბუმბული. ბუმბული გჭირდება იმისათვის რომ მოკლედ ეს კაჟი, ისას რომ მიმართულება არ შეეცვალოს გასროლისას. ვითომ თორე რეალურად ეგ ფიზიკა არ აქვს Minecraft-ს გათვალისწინებული. და მოკლედ ეს არის ჯოხი. ეხლა მე ვაკეთებ აქ ცალკე ოთახს, რომელშიც მოვათავსებ სხვადასხვა mobs, creepers, zombies, ჩონჩხს და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, Holic, შენ ფარის გაკეთება გასწავლე, ხო, როგორც მახსოვს? ძალიან კარგია. გარდა ამისა, ესე იგი მოკლედ ფარის გამოყენებასაც ვისწავლით მეტნაკლებად დღეს. შემდეგ ეპიზოდებში უკვე სწავლთ სანადიროდ და მოკლედ ყველანაირად ვეცდებით, რომ ესე იგი გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია ზოგადად Minecraft-ში. ესე იგი, მე ახლა ვაშენებ აი ცალკე ოთახს. შენ მანამდე რა შეგიძლია გააკეთო, იცი? ცხრებს აჭამა უბრალოდ ესე იგი ხორბალი, თუ გაქვს რა თქმა უნდა, თუ არ გაქვს შეგიძლია მოკრიფო. და გარდა ამისა, მე შენ გასწავლი და აგიხსნი თუ რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ზომბს, ჩონჩხს Minecraft-ში და ასე შემდეგ. იმათ რო კლავ რაღაც რა ხერი ხო, თავს იცავ მხოლოდ და მხოლოდ, ესეთი სისტემით არ მოქმედებს Minecraft-ი. ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი დანიშნულება, თავისი მისია, თვითონ ამ თამაში უშუალოდ და შესაბამისად მოკლედ გასწავლი თუ რა მოყვება ამა თუ იმ მობის, მობს ეძახიან, ესე იგი თითოეული იმ რაღაც მონსტრს, რომელიც მოკლედ ხდება Minecraft-ში. ჭირაღნებსაც ავიღებ, რომ აქაურობა მივანათო. ხო, სხვათა შორის Holic ისიც უთხარი ხალხს, რომ მოკლედ ახალი resource package ჩააყენე, რომელსაც ქვია Fightful 32x32 და მოკლედ GeoGameHolic-ის აი ამ ვიდეოს აღწერაში აუცილებლად იქნება აი ამ resource package-ის გადმოსაწერი ლინკი. დავანაყრე ცხრებისო? დაანაყრე? გამრავლდნენ, ხო? კი, ორი დაგვემატა. რა ფერები? თეთრები. ძალიან კარგი. ხო, თავიდან ისე ჯობია ხოლმე, რომ თეთრი ცხრები დაგვემატოს, თეთრი რო შეაჯორო ნებისმიერ სხვა ფერთან. არ ვიცი, ახლა დავუშვათ რამდენად იცის ჩვენმა მაყურებელმა ბიოლოგია. ბიოლოგიაში არის მოკლედ ესეთი ცხრილი, პენეტის ცხრილი ქვია, სადაც დომინანტი და რეცესიული ფერები არის მოკლედ და რაღაც ქერასთან თუ არის დავუშვათ შეუღლებული. რაღაც მუქი ფერის მქონე ადამიანი 2 3 4 5 6 7 8 9 ესეც ასე. Holic, ეხლა ნახე. აი ეგ ცალკე გავაჩენ ესეთ ზომბებს და მონსტრებს. მოდი რას ვიზამ, იცი მთელი ეს ადგილი იყოს არენა, ასე ვთქვათ რა და ხარ გაჩერდებით ერთად. Holic, ეხლა ნახე. აი ამ ადგილას, აი ამ შენობაში, მოკლედ მე და GeoGameHolic-მა მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ გვენახებინა თქვენთვის სხვადასხვა მობი. მოდი პირველი მობი, პირველი მონსტრი იყოს ჩონჩხი, რომელთან შესარყინებლადაც შენ დაგჭირდება ფარი. არ ვიცი გახსოვს თუ არა, ფარი როგორ უნდა დაიჭირო, მოკლედ EASO-ს მიაჭირე თუ გაქვს ფარი. არ მაქვს. გითხარი, არ გაქვს? კარგი, არ არის პრობლემა. ფარი ჩამოგიგდე. ერთი წამით, ჩამოგიგდებ ახლავე უბრალოდ shield. და ერთი ფარი აგერ ჩამოგიგდე, აიღე და მოკლედ shift-ის დახმარებით ხო იცი ისევე როგორც ნებისმიერი ინვენტარი, ფარიც თავის ადგილას, სადაც წესი და რიგით მას ეკუთვნის ყოფნა, იქ დავარდება. აიღე ხო ფარი? ძალიან კარგი, ყოჩახ, 10-იანი, დაჯექი. მოიცე, წამი. ჩამოჯექი აქ.
აი ესე დივანსაც გაგიკეთებ. აი ესე ქვის დივანი იყოს. მოკლედ, პირველი მონსტრი, რომელსაც შეებრძოლება ჩვენი GeoGame Holic-ი, ეს იქნება ჩონჩხი, მაგრამ მანამ სანამ Holic-ს შენ შეებრძოლები, კვერცხი. ჩონჩხის გამოსაჩი კვერცხი. ეხლა მე შენ ჩამოგიგდი ალმასის ნივთები და ჯობია რომ ალმასის ბრონი ჩაიცვა. ნუ, პრინციპში ჩონჩხი რეალურად ვერ შეგიქმნის იმდენად სერიოზულ პრობლემას, მაგრამ მაინც ჯობია ყოველი შემთხვევისთვის სიფრთხილეს თავი არ სთქვა უნდა თქვამია. ჩვენს გავითვალისწინოთ ეს მამაპაპური რჩევა და მოკლედ აი ესე პირველი მონსტრი იქნება ჩონჩხი, რომელსაც შეერკინება GeoGame Holic-ი რაუნდი 1. მოიცა ერთი წამი ჩავრთო სირთულე. აჰა. მოკლედ სირთულე ჩართულია. აჰა, Holic, მიდი შეებრძოლე. ფარი მარჯვენა ღილაკით, მარცხენა ღილაკით ხმალს უქნევ. მიდი, არ მოგერიდოს. ვითომ Clash Royale არის და შენს კოშკს უტევენ. მალადეც ვიზია. მარჯვენა ღილაკით შეგიძლია თავი დაიცვა. და მარცხენა ღილაკით. მიდი, არ მოგერიდოს. ოპა. Holic, რაკნა იცი, ერთხელ რო დაარტყამ, ცოტათი გამოიწიე მერე და მარჯვენა ღილაკით. ოპა. აჰა. ესე იგი ჩონჩხს მოერია Holic. Holic, რამდენი სიცოცხლე დაგრჩა სულ? სავსე მაქვს. სავსე გაქვს? აჰა, ძალიან კარგი. მაშინ მოდი ახლა ამჯერად ორ ჩონჩხს შეებრძოლე. მოდი, ვინც არა. სანც არა, მიდი. ხედავ, ანუ ჩონჩხების ძირითადი იარაღი არის Holic დაარტყამ, გამოიწიე მარჯვენა ღილაკით ფარით დაიცავი თავი. ხედავ, ორნი როცა არიან, ასეთვისი მაინც გიტევენ. აჰა. მიდი, მე გავქრები, ასე ვთქვათ, კუთხიდან დავაკვირდები. Ladies and gentlemen, in the right corner of this ring, GeoGame Holic with his blue shirts and skeletons. მიდი Holic. ჩემი საზღარი ინგლისურის აქცენტით მოკლედ ესე. ერთი ჩაძაღლდა. აჰა, მეორეც ზადა. კარგი, ჩონჩხებს გავუმკლავდით. ეხლა მე გამოვჩეკავ, ასე ვთქვათ, ობობას. არა, მოდი ჯერჯერობით ზომბი იყოს. ზომბი ყველაზე მარტივია, იმიტომ რომ მაინც უფრო ნელა მოძრაობს და ოპ. აჰა, კარგი, ზომბი გავაქრე. Holic, მზად რო იქნები, მითხარი. ჩაჭმის ჭამა მინდა და ვერ ვჭამპო. იმიტომ რომ სავსე გაქვს ახლა საჭმელი, იმიტომ რომ შვიდობის მოყვარე რეჟიმზე შევცვალე Minecraft. აჰა, მიდი. მზად ხარ? ძალიან კარგი. აჰა. ჯერ ერთი ზომბი. აჰა, ერთ ზომბსაც გაუმკლავდა. ეხლა ნახე. შენ რო ჩონჩხებს ნადირი, ცხოველი ხარ, ცხოველი. ეხლა ანალოგიური პრინციპით მიდი იმ კუთხეში მოდი აი აქ დაისვენე. აჰა. Holic, წყალი ხო არ გინდა? დამინიავე. დალიე წყალი. აჰა. აჰა. ესე იგი, ეხლა აი ამ ორ კუთხეში აი ესე მოვათავსოთ. ერთი ზომბი, ერთი წამით. აჰა, ერთი ზომბი. რა ჭანდაბა, ზომბები არ იჩეკებიან? ერთი წამი რაღაცა არ მომწონს. აჰა, გამოიჩეკა. აჰა, მეორეც. Holic, ორი ზომბია, უფრთხილდი. ვისა, ბიჭო, ამათ როგორ უნდა უფრთხილდე? და გიხსნი ამათ გამოყენებას, ანუ რაში იყენება ის ყველაფერი, რასაც ესენი გადმოგიგდებენ. Holic, მიდი დაარტყი მიდი. ეხლა EASOS მიაჭირე და წესი დარიგით თუ რაღაც სავსე გაქვს ინვენტარი, მაშინ ზედმეტი ნივთები, ანუ ის ფიცრები, ხმლები და ესეთი არა, პური მაქვს სოხრატო. აჰა, ნუ კარგი, ეს პური მე რა ჩამოგიგ. თუ რაღაცა არის, შეგიძლია ეგ სკიურში. ძვალი მაქვს. კარგი, მოდი მაშინ აი ესე ვქნათ. პირველ სკიურში მოვათავსე ის, რაც მოგცა ზომბმა. ზომბი მოგცემდა მოკლედ ზომბის ხორცს. პირველ სკიურში. აი მანდ, ზომბის ხორცი მოვათავსე. მეორე სკიურში ჩადე ესე იგი ჩონჩხის მიერ მოცემული ძვლები და ისრებსაც მოგცემდა წესი დარიგით ჩონჩხი. თუ რა თქმა უნდა ძალიან ჟმოტი არ აღმოჩნდა ასე ვთქვათ. ჩააგდე? ძალიან კარგი. შემდეგი მონსტრი, რომელსაც შენ შეებრძოლები, იქნება ობობა. ოპ, ერთი ობობა. Holic, მოვიდა. ჰა, ხედავ რა მოულოდნელად დაგაცხრა თავს. დაარტყი. Holic, არ მოგერიდოს. ბევრჯერ არ დაარტყა, ანუ ერთხელ დაარტყი,
პატარა პაუზა გააკეთე, 1 წამიანი პაუზა. დაარტყი. მარჯვენა ღილაკის გამოყენება, ანუ ფარი არ დაგავიწყდეს. ბიჭო, რას მიტევს? მიდი. დაარტყი. სულ ფარზე ნუ ხარ დამოკიდებული. ხო იცი საუკეთესო თავდაცვა მაინც თავდასხმაა. ეხლა კიდე ერთს გავაჩენ. სიცოცხლე მითხარი რამდენი გაქვს? ბევრი. აჰა, ძალიან კარგი. მაშინ, აჰა. და კიდე ერთსაც გავაჩენ აქ მაინც კონტროლკა გავუშვოთ ეგრეთ წოდებული. ესე იგი, ანუ ობობამ რაც მოგცა, ჩადე აი ამ მესამე სკიურში. ობობა მოგცემდა ობობის თვალს და მესამე სკიურს ვერ წვდებიდო. მესამე სკიურს ქვემოთ მხრიდან შეგიძლია მეეჭ. ვერ წვდები კი არა. დახურული მაქვს და იმიტომ. სკიურის ზემოთ აუცილებლად უნდა იყოს ცარიელი ადგილი, ან ყოველ შემთხვევაში აი ესეთი რამ მაინც დადებული. აჰა. ეხლა ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ გახსნა. აჰა, 4 ცალი ძაფი, 2 ცალი ობობის თვალი, არაჩვეულებრივია. კარგით, ესე იგი ზომბი მოვიშორეთ, ობობა მოვიშორეთ, ესეც ასე. კრიპერს ბოლოს მივხედავთ, ასე ვთქვათ. ეხლა მოდი ლორწო გავაჩინოთ. ხოლიკ, ეს არის ლორწო, აი ესა, რომელსაც აგრეთვე უნდა შეებრძოლო. საკმაოდ პატარა გაჩნდა, ასე რომ გაგიმართლა, მიდი არ მოგერიდოს, ვერაფერს ვერ დაგაკლებს პრინციპში. აჰა, მოკლა. ერთი დარტყმით მოკვდათო. აბა ერთი აი ამას შეხედე. ეს ლორწო არის იმისავით მედუზა გორგონა რო არის მოკლედ იმაში. ანუ მედუზა გორგონას არ უშლებოდა. რომელი იყო სხვათა შორის რაღაც მონსტრი. დაიშალა ის ლორწო? ხო, დაიშლება. ეხლა ეს დიდი ორად გაიყოფა, ანუ საშუალო ზომის ორად გაიყოფა და ესე. ნუ მოკლედ სხვადასხვა რაოდენობად იყოფიან. ამ პატარების მოკლა არ არის პრობლემა, ხოლიკ. როგორც გითხარი, ერთხელ დააკლიკე, დააცადე. დააკლიკე, ჯობს. აჰა, ძალიან კარგი. მოკლედ ლორწოები ჩადე აი ამ პირველ სკიურში. მოდი მე მანამდე ესე იგი ესეთ რაღაცას მოვიმოქმედებ. აი ესე, მაინც რო არ დაგვავიწყდეს, პირველში არის ესე იგი ზომბი. მეორეში ჩონჩხი ესე. აჰა, ესე იგი ლორწოებიც გავისტუმრეთ, ხო, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი. რა დააწებე ამ სამყუთებს? არაფერი განახებ ხა, მაიცა? ლორწო აქ, ანუ ის მივაწეპე, რაც ასე ვთქვათ, მომცემს იმის საშუალებას, რომ მოკლედ აი აქ გაჩვენებს თუ რა გიდევს შიგნით. აჰა, ყველაფერი ზედმეტი, ნუ ძირითადად ჩონჩხის მატერიალი, ასე რომ არ არის პრობლემა. ჩონჩხის რესურსები ესე იგი იყოს მეც მაგარი ვარ, მოკლედ ყველაფერი ისედაც მაქვს კრეატივში ვარ შესული. კარგი, მოვიშოროთ, აი ეს დამჭირდება. ესეც აი ასე. თქვენ კი ძვირფასო მეგობრებო არ დაგავიწყოთ ლაიქები და კომენტარები. ხო, ლაიქები და კომენტარები აუცილებელი არის. ესეც ასე. ეხლა ანუ უბრალოდ მიუთითე სად რეები გვიდევს, რომ მაინც ყოველი შემთხვევაში თავი დავიზღვრიოთ და გასწავლოთ რითი გაკეთება შეიძლება. ლორწო მოვისტუმრეთ, ხო? სიგარეტი ხო არა გაჩემ, ძმა? არა, ძმაო. და ეხლა შენ უნდა გამიწვი. აი, მაშინ ჩემსაც მოვწევ, ძმა. აი. ეხლა ნახე. მოდი გამოუშვი. ობობები ხო უკვე გავისტუმრეთ, თოლიკ ამ რინგში ეხლა მე მოვათავსებ გამოქვაბულის ობობას, რომელიც მოგწამლავს, როგორც კი შენ დაგაკლებს სიცოცხლის გარკვეულ რაოდენობას, ასე რომ მოემზადე კარგად და ფარი აუცილებლად მომზადებული გქონდეს. მარცხენა ღილაკს დააწვევი თუ არა და ანუ თავს დაესხმები, შემდეგ მარჯვენა ღილაკით თავი დაიცავი. აი ესეც ასე. ხედავ ეს უფრო პატარა და უფრო სწრაფია. გარდა ამისა გაკლებს სიცოცხლეს. თუ კი რაღაც უკიდურეს სხვა რამდე მივედით, ასე ვთქვათ, მივიდა შენი სიცოცხლე, ეგრევე მითხარი. ხოლიკ დაარტყი. აჰა, ძალიან კარგი. ვისა, ბიჭო, ვისა, ნადირი ვარ. ძალიან კარგი. ხოლიკ სიცოცხლის რაოდენობა მითხარი. ეცადე ესენი გადავიტანო. ხო, ეგენიც მანდ მოათავსე. ნახევარი გულით მეტი მაქვს რა. აჰა, კარგი. მაშინ ცოტა ხანია ესე იყოს, ცოტა ხანში აღდგება, რამდენი სიცოცხლე გაქვს? ბიჭო, ამ რესურს პაკმა უფრო რაღაც დახვეწა ხო, თითქოს გამოკვეთა, ხო? ანუ, გამოკვეთა ბლოკების რაოდენობა, ანუ მანამდე თითო ბლოკი შედგებოდა 16 პიქსელზე. ეხლა თითოეული ბლოკი შედგება აი ამ იმას გახედე, კიბეს. და მე ძველი რესურს პაკეტი ისე უბრალოდ შენ განახებ. და მოკლედ დააკვირი, დაიმახსოვრე ამ კიბისა ეს მოყვანილობა, როგორ არა, გულებზე და იმგენზეც ეთყობა რა. ხო. მოდი ეხლა კონტრასტი მოუმატა. ხო, კიდევ ერთ
ანუ გამოქვაბულის ობობას გამოჩეკავ, ასე ვთქვათ, ერთი წამით. აჰა. ოპა, მიდი ხოლმე. შეებრძოლე. მატკა ხარ ძმაო? არა, ბრატ. აჰა. ბიჭო, მომიგდო გოგიგდო? ვახ, ჩემიტო. აჰა. ვოკალი? ძალიან კარგი, ისე და ისე აი ამ ზემოთა იმაში, სადაც ჩავდე. ჩადე ხო? აჰა, ხმალი გადმოაგდე და მიდი შენ თვითონ აიღე, მე არ ავიღებ. აჰა. მორიგი ზომბი, ანუ მორიგი მონსტრი, რომელიც ხდება მხოლოდ და მხოლოდ ზემოთა სამყაროში და არა ქვემოთა სამყაროში, ეს არის კუდიანი. ნუ იგივე ჯადოქარი. აი ესე. ნახე რა სიმპათიურად გამოიყურება. ეს ჯადოქარი შენ გესვის სხვადასხვა შელოცვას, სხვადასხვა შელოცვის მქონე ბოთლს. ზოგიერთი არის მოწამვლა, ზოგიერთი არის შენელება, ანუ სინელე. არაფერი არ გესოლა, არა კი გესოლა, მაგრამ ყველაფერი როგორ აიცილე. აი ხედავ ახლა მოწამვლა გაქვს სავარაუდოდ. ფარი არაფერს აშვება? არა, ანუ ფარი აქ ვერ გიწევს. ხეხებთან როგორც კი დაგიგდებს იმას, რასაც ისვრის. აჰა, აიღე ხო? EASO-ს მიაჭირე. და მარცხენა კუთხეში, ანუ ინვენტარის ზემოთ მარცხენა კუთხეში გეწერება ის თუ რა შელოცვა გესოლა, ასე ვთქვათ, აი ამ კუდიანმა. არაფერი? აჰა, ესე იგი უკვე მოგშორდა. მოდი კიდე ერთ შეებრძოლე. მიდი ჰოლიკ. გიჩალიჩებ რა. როგორ კლავ ეგრე მე ვერ კლავ ბიჭო, მე რო არაფერი არ დამიშავოს და არაფერი რო არ მესოლას. კარგი. კუდიანის ნივთები მოკლედ შევინახოთ აი აქ. აი ამ კვერცხიან იმაში. სკივრში. გვერდით ამ მხრიდან მიდი, სკივრთან. გვერდით ამ მხრიდან. არა, აი აქედან და გვერდიდან გახსენი. აჰა, ძალიან. ობობას თვალი მაქვს. აჰა, ძალიან კარგი. გავაჩინოთ მოკლედ მორიგი. ობობას თვალი ჩავაგდო იქა? ხო, იყოს პრინციპში აქ ობობას თვალის გარდა მეტი არაფერი არ მოხდა დაუშვა წითელი ხნილივით რაღაცა. წესტერიგით უნდა მოეცა, მაგრამ შეიძლება ისედაც ქონდა და ამიტომ იმის ფონზე რომ მანამდეც ქონდა, მოკლედ არაფერი არ გაჩნდა. 4 სიცოცხლე მაქვს. კარგი. ახლავე მოკლედ დაგეხმარები სიცოცხლეების აღდგენაში. ეხლა წესიდარიგით უნდა აღდგეს შენი სიცოცხლეების რაოდენობა. მოკლედ აი ამ სკივრებში არის ყველა იმ მონსტრის მიერ მოწოდებული, ასე ვთქვათ, ნივთი, რომელიც ესე ძალიან გჭირდებოდა. არა, ნახე, თვითონ სკივრს დაუმიზნე და არა ჩარჩოს. მიხვდი? კარგი. ესეც ასე. მოდი ეხლა რას ვიზამ, იცი? ეხლა აი აქვე გავაჩენ სხვა მონსტრებს, რომლებიც ჩნდებიან ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში ჩვენ ვართ უკვე ნავყოფი. რაც პრინციპში ძალიან კარგია, ნუ ჯოჯოხეთში ყოფნა არ ვიცი, რამდენად კარგია, მაგრამ აი ესე. გამოუშვი ვინმე ჩემი ჯანზე. გამოუშვა, ხო? კარგი ბატონო. ერთადერთი მონსტრი, რომელიც დაგვრჩა მოკლედ ჰოლიკ მოსაკლავი, ეს არის კრიპერი, რომელსაც უბრალოდ ამ შენობაში ვერ ჩავსვამ, არა, ჩავსვამ, მაგრამ ამ შენობას ეგრევე დაანგრევს. მოკლედ ჰოლიკ. ეს არის მონსტრი, რომელსაც ეს არის მონსტრი კამიკაძე, ასე ვთქვათ. რომელსაც შეუძლია ბლოკების აფეთქება, ხო, ანუ შენც აგაფეთქებს, გარდა ამისა აფეთქება თავად. სანამ მოკლედ აი ამ მონსტრს გავაჩენდე. ანუ მე არ ვაჩენ, მაგრამ მაინც. ესე იგი პატარა მიკროინსტრუქციას ჩაგიტარებ, როგორც კი შფოთას. ეხლა დააკვირდი მე შევებრძოლები და ეხლა ნახე მოიცა რაღაცას გავაკეთებ. ერთი წამი. ჯეო ოკეი. ჰოლიკ. აჰა. ჰოლიკ. აბა ორჯერ დააჭირე ახტომას თუ აფრინდები. ისე უბნები ბიჭო. აფრინდი თუ ვერა? აფრინდი ხო? ხო, ძალიან კარგი. ეხლა ნახე, მე შენ გასწავლი, ასე ვთქვათ, აი ამ შფოთა ქვია ამას. ნუ იგივე კრიპერი. კრიპერი ან შფოთა. ნუ ქართული მაინკრაფტის ვიკიპედიაში წერია როგორც შფოთა. და ამიტომ მოკლედ აი ესე. და მოკლედ ერთი წამი შენ ზემოდან დააკვირდი მე როგორ შევებრძოლები ამ მონსტრს. აჰა. წამი?
და ესეც ასე. ყველაფერი მზად მაქვს. ეხლა მე აი ამ მონსტრს გამოვჩეკავ, საითხარ. ზევით ავარ. თავს კაცო. ძალიან ზემოთ ხარ? აჰა, ესე კი. კარგად დააკვირდი. შფოთა გაჩნდა, ხო? წამოვედი უკან. დავარტყი. შფოთა რა კაცია? ხედავ როგორ ანათებს შფოთა? დავარტყი უკან გამოვიწიე. როგორც კი ანათებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტაც და აფეთქდება. ოპ, აი ხედავ ეხლა აფეთქდა. ხო ნახე. ესე არ უნდა შეერკინო. უნდა შეერკინო აი ესე ეხლა ვიგა. ესე არა, ხო? ესე არა. ანუ როგორც კი განათდება, არ უნდა მიხვიდე ახლოს, ანუ ეგრევე შორს უნდა გაიწიო. ეხლა ნახე, კიდევ გავაჩენ შფოთას. ოლი. აფრინდი ისე. და მანამდე რა ქნა, იცი სანამ მე შფოთას გავაჩენ? აი ამ მწვანე ბლოკს, აი ამას ეხლა რაზეც მევწევ. მაუსის გორგოლაჭი დაატრიალე, ასე ვთქვა და ყველაზე ნაკლებად საჭირო ნივთთან დაახლოებით, ანუ ჩამომითვალე რეები გაქვს მაუსის მუსიკალური დისკი მაქვს. მუსიკალური დისკი, ну, პრინციპში არ დაგჭირდება, ასე ვთქვათ, ჩამოიწიე ქვემოთ და მუსიკალური დისკი ხელში გეჭიროს ისე, ეხლა მაუსის აი ამ გორგოლაჭით მიაჭირე უშუალოდ აი ამ მწვანე ბლოკს, ანუ ბალახის ბლოკს. მიაჭირე, ხო? ეხლა აი აქაურობა ამოავსე ის, რაც კრიფერმა დაგვიმპრია. ძალიან კარგი. ანუ game mode-იც ნელა ისწავლე. ანუ ეს არის უკვე ადმინის პრივილეგია მოგანეჭე შენ, მაგრამ ეს დროებითი, ასე რომ ძალიან არ გაგიტკბეს. ამოავსე აქაურობა იმისაც, რომ მოკლედ კრიფერი, რომელიც მომავალში გაჩნდება, ანუ დიდ პრობლემას არ გვიქმნიდეს, ასე ვთქვათ რა. ანუ ეს ამოთხრილი ლანდშაფტი ისედაც არ ვარგა, ხო? ფაქტია. მოკლედ ეს ყველაფერი ამოავსე. ისე ჯობია, რომ ანუ კლიკები თავსო ხოლმე, ანუ რას გეუბნები, იცი, აი ესე თითო ჯერ დააკლიკო და არა ესე გეჭიროს და ისე გააყოლა. ეხლა ნახე. კიდევ ერთხელ გავაჩენ შფოთას, ანუ იგივე creepers. ნუ, creeper ინგლისური სახელი, ანუ შფოთა აწერია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული Minecraft-ის Wikipedia-ში. შეგიძლიათ ისიც ნახოთ, იპოვოთ Minecraft wiki ჩაწეროთ და შემდეგ უკვე გადახვიდეთ ქართულ ენაზე. ოლე გავაჩინე აგერ კიდევ ერთი შფოთა, რომელიც რა თქმა უნდა მე მომსდევს, იმიტომ რომ მე არ ვარ ადმინი. ნუ ადმინებს ასე ვთქვათ, ვინც შემოქმედებით რეჟიმში ხედავ მოვკალი. Creeper-ი რასაც მაძლევს, ეს არის დენტი. ჩამოიწიე და ნახე დაახლოებით როგორ გამოიყურება, ოღონდ არა იყო. ხედავ? კი. და მე ავიღებ. აჰა, ძალიან კარგი. კიდევ ერთ შფოთას ავიღებ, ამჯერად ორს გავაჩენ. მოკლედ შფოთას სულ უნდა გაურბოდე მუდმივად. ანუ შფოთა როგორც კი გვხდება, ანუ ძირითადად სახლთან ახლოს ჩდება ხოლმე ეს ჯინაზე და ცდილობს რომ მოკლედ სახლი დაგინგრიოს. როგორც კი სახლთან ახლოს შფოთა გაჩნდა, ეგრევე უნდა უფრთხილდე და მოკლედ აი ამ შფოთას უნდა გაექცე. აჰა. კარგი. ეხლა game mode 0-ში შევალ, 0-ში კი არა და 1-ში უბრალოდ და მანამდე ესე იგი შენ რა ადმინის პრივილეგიაც მოგანეჭე, ხოლმე ქვემოთ ჩამოდი რო არ ჩამოვარდი ასე ვთქვა. გავით ხარ? ძალიან კარგი. აჰა, ესეც ასე. მოკლედ ეხლა კიდევ ერთ skills-ას დავდგამ აი აქ და აი აქ მივუდიდებ იმას, რაც მოგცა შფოთამ. ანუ ეს იმისთვის, რომ შემდეგ აგიხსნა თუ რა ნივთების გაკეთება შეიძლება იმ ყველაფრით, რაც მოკლედ აი ამ მონსტრებმა მოგცეს. აჰა, ძალიან კარგი. შემოდი აი ამ ოთახში, ჰოლეკ. აი აქ შემოდი. ეხლავე ერთი ნაპასის დავარტყა და. აი ეს. ეხლა ნახე. ახლა გისმენ კაპეჩი. ახლა გისმენ. მოკლედ, ამჯერად გავაჩენ იმ მონსტრებს, რომლებიც ჩნდებიან, ну, პრინციპში ამ სამყაროშიც და ანუ ზედაპირზეც და ზედაპირის გარდა ჯოჯოხეთშიც. ну, ზედაპირზე ჩემი. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვათ ღორზომი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოახერხებს დაუშვათ ჯოჯოხეთიდან გამოქცევას, ასე ვთქვათ. პირველი მონსტრი, რომელიც იქნება, ეს არის ღორზომბი. ღორზომბს მოიცა ეხლა ნახე. ღორზომბი მაგრამ. საერთოდ ხელი არა ხო, არ დაარტყა. უბრალოდ ჩაიარე, გაიარე ხელი, კარი არა პრობლემა, უბრალოდ არ დაარტყა. ეს არის ნეიტრალური მობი, რომელიც მანამ არ გესხმის თავს, ანუ სანამ შენ არ დაესხმები თავს. დაარტყი ეხლა ღორზომბს. აჰა, როგორც კი დაარტყა, ეგრევე დააგიწყებს თავდასხმას.
ხედავ რა მაგარი ხმები აქ? აბუ. ოი, ესე შევ. აი, ეხლა კიდე ერთს გავაჩენ. და აგიხსნი პრინციპს, თუ როგორ მოქმედებენ. კიდე ერთი კი არა პრინციპში ორი უნდა გამეჩინე, მაგრამ ასე გარაა პრობლემა. დაარტყი, არ მოგეიდო სოლექს სიცოცხლე ხო გაქვს დიდი რაოდენობით. ეხლა ორს გავაჩენ, ოღონდ ჯერ არ დაარტყა არც ერთს. აი, ორი ცალი არის გაჩენილი. ერთ-ერთ რომელიმეს დაარტყი და მეორეც გამოგეკიდება. ანუ ეს ცხოველები, მონსტრები არიან სოციალურები. ნუ მოკლედ ერთი ეუბნება მეორეს, რომ ვა GeoGameHolic-ი გვირთხავს, მოდი ჩვენს დავარტყათ და ანუ აი ბიჭებს ურტყავენ ის პონტია. ვარიანტია ზუსტად. უბრალოდ Minecraft. მოკლედ ეხლა შენ ღორზომბა უნდა მოეცა უბრალოდ ღორზომბს წესი დარიგით. აი ესეთი რამ. ახლავე განახე. ზომბის ხორცი მაქვს და ოქროს ხმალი მაქვს. ოქროს ხმალი მხოლოდ ხომ? კარგი. მოკლედ აი ესეთი რაღაც არ მოუწია? ყვითელი დააკვირდი ოქროს ნატეხი. ყვითელი აი ესეთი პატარა რაღაცა წვეთივით. ნუ კაროჩე, ანუ მოკლედ ესე იგი ღორზომბები გაძლევენ ოქროს ნატეხს. კარგი, კიდევ ერთი მონსტრი, რომელსაც გავაჩენ, მაგრამ ჯერჯერობით ქვემოთ იყურე, თვალებში არ უნდა ჩახედო ამ მონსტრს. ამ მონსტრს ქვია ენდერმენი, დასასრულის ადამიანი. აი გავაჩენ, ხედავ რამ ხელაა. მოკლედ ამ მონსტრს ყოველთვის უნდა შეუტიო ერთი წამით. ჯერჯერობით ერთ ადგილას იდექი და უბრალოდ თვალებში არ შეხედო, აი ჰოლიკ მე მიყურე, აქეთა ვარ, შემოტრიალდი, მე მიყურე. თვალებში შევხედო რა მომიო. თვალებში როგორც კი შეხედავ, მოკლედ აი ამ ენდერმენს ხდება აგრესიული და გიტევს. მოკლედ როგორც კი ენდერმენი დაგიწყებს შეტევას, ისევე როგორც კრიპერი, შემდეგში რა თქმა უნდა კრიპერსაც შეგაბრძოლებ, ასე ვთქვათ, მაგრამ მანამდე ჯერ ენდერმენს მივხედოთ, დაიჭირე აუცილებლად ხმალი. ხმალი გეჭიროს. და შეხედე თვალებში. აჰა, ხედავ, ტელეპორტაციას განიცდის, მოკლედ ეს მობი და შენთან ადრე თუ გვიან მაინც მოვა. ცოტა ხანი აცადე და შენთან გაშტება. ხედავ რა საშინელ ხმას გამოსცემს. ცოტა ხანი აცადე. ცოტა ხანი აცადე. მე მგონი ჩაკეტილი სივრცის, აი, სადღაც აქვე ახლოს არის რა, ანუ ამ მონსტრს როგორც კი შეხედავ თვალებში ეგრევე ხდება აგრესიული. სად არის თუ ვერ ხედავ? ჯერჯერობით ვერ ნახავ, ანუ ჯერჯერობით არ არის შენთან დატელეპორტირებული. ნუ პრინციპში აი ამ მობთანაც, აი ხედავ აი ეს ხმა, გაიგე ხო ეს რაღაც? აი ესეთი ხმა. ნუ მოკლედ ეს არის ტელეპორტაციის ხმა. აი ეს ხმაც და ნუ მოკლედ. კარგი, მოკლედ ეს არის ის მობი, ეს ენდერმენიც, ანუ დასასრულის ადამიანიც და ღორზომბიც, რომელიც ჩდება როგორც ქვედა სამყაროში, ისევე ზედა სამყაროში. ეხლა გავაჩენ ერთ-ერთ აი ესეთ მონსტრს. კარგი, მოიცა, ანუ თუმცა იმას არ უნდა შევიბრძოლო? იმას ეხლა ანუ დიდი ხანი მოუწევს ლოდინი, ასე ვთქვათ, მანამ სანამ მოვა ჩვენთან. სწორედ ამიტომ გადავიდეთ მორიგ მონსტრზე. ანუ ენდერმენების პრინციპს შემდეგში აუცილებლად განახებ, აგიხსნე, იმიტომ რომ ენდერმენები არის მთავარი რესურსი იმისათვის, რომ მოკლედ Minecraft-ი დაიხუროს. ანუ Minecraft-ს აქვს თავისი სასრული. პრინციპში იმ დახურვის მერე შეგიძლია მოკლედ გააგრძელო, მაგრამ ეს შეიძლება. ეხლა გავაჩენ ისეთ მონსტრს, რომელსაც შეუძლია ფრენა და ამავდროულად ცეცხლოვან ბურთებს გესვრის, დაიმახსოვრე. ამ მონსტრს ქვია ცეცხლა. აი, ერთი ცეცხლა გავაჩინე. ანუ, ხედავ ჰოლიკ. აი ესე ცეცხლოვან ბურთებს გესვრის. ეცადე რომ თავს დაესხა და ფარი საკმაოდ ხშირად იხმარო. აჰა. არა, რა ჯინაზე არ გარტყამს ესეც კიდე. წააკიდებინე 1-2 ცეცხლები, რაღაც გული გაუხარე. ცეცხლას კიდე ერთხელ თავს დაესხმე. ანუ თავს დაესხე ეგრევე როგორც კი. სანამ აი ხედავ მოგცა, ესე იგი მიიღო ახალი მიღწევა ცეცხლისაკენ. აჰა, იმ ცეცხლისაკენ შენ რაც მიიღე, ანუ ახალი ისა. მოიცა? ცეცხლის ჯოხი მაქვს. ცეცხლის ჯოხი. ცეცხლის ჯოხს ჩავაგდებ მოკლედ აი აქ, შენს სკიურში კონდეს. ძალიან კარგი. ეხლა გადავიდეთ მორიგ მონსტრზე, ანუ ცეცხლასთან რაღაც ჭიდილს დიდი აზრი არ აქვს, ასე ვთქვათ. ესე იგი, დაგვრჩა ენდერმიტი. აჰა, ენდერმიტი არის ერთი პატარა ესეთი ცხოველი, ნუ რაღაცა ვირთხასავით არის, რომელიც ძალიან პატარაა. ერთ ბლოკზე უფრო პატარა, ანუ ეხლა აი განახებ. აი ამ ბლოკის სიმაღლეზე ბევრად უფრო პატარა არის, ეხლა გავაჩენ და პრინციპში დიდ ვერაფერს ვერ გიშავეს, მაგრამ მაინც ასე თუ იცი საშიშია. აი ხედავ? ეს არის ენდერმიტი.
საკალელია თო. საკალელი ხო? აჰა, მაგრამ ეხლა შენ ალმასის ბრონი გაცვია და იმიტომაა საკალელი თორე. ეგრე არა, რა ვიცოდე. მიდი თავს დაესხი კაცო. აჰა. არაფერი არ მოგწია. პრინციპში ენდერმიტი არაფერს არ ეძლევა, მაგრამ ეხლა ორს ერთად იმასკენი აბა შეებრძოლე. გაკლებენ სიცოცხლეს თუ ნახევარ-ნახევარ. არა ხო? ნუ იმიტომ რომ ალმასის ბრონი გაცვია და ვერ უძლებენ აი ამ იმას. წინააღმდეგობას. მოკლედ ენდერმიტი არის ისეთი მობი, რომელიც რამდენადაც მე მახსოვს, ნუ ეს მაინც ყოველი შემთხვევისთვის თავს დავიწყო, იმიტომ რომ ზუსტად მართლა არ მახსოვს. მოკლედ არაფერს არ გიშავებენ. ანუ არაფერს არ გიშავებენ თუ კი კარგი ბრონი გაცვია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ალმასის ბრონი და გარდა ამისა, მოკლედ არაფერს არ გაძლევენ. ეხლა გავაჩენ მორიგ მონსტრს, რომელსაც ქვია მაგმის კუბი, რომელიც გავს ძალიან მაგრად აი ამ ლორწოს, რომელსაც შეებრძოლე, გახსოვს მწვანე დიდი კუბი რო იყო. იგივე პრინციპის მქონე მონსტრი არის, უბრალოდ ეხლა ცეცხლოვანია. აი დააკვირდი, აი ესეთია და ისის დახტის და თან პარალელურად გიშავის უფრო მეც, ვიდრე ჩვეულებრივი აი ეს ლორწოვანი ბლოკი. ლორწოს ბლოკი. აჰა. მოკალი, მოგცა ახალი ესა. ნიუთები ესე იგი. ანუ ახალი ისინი გაჩნდა. ეხლა ამათაც შეებრძოლე ანალოგიურ პრინციპით. όλοι კარგად დაუმიზნე. აჰა, ეგ არის. ამასაც ეს იყო მაინც საშუალო სიმაღლის, ასე ვთქვათ, და საშუალო მოცულობის და ზომის ენდერმიტი. ეხლა ამას მე მოვკლავ. ამასაც მე მოვკლავ. მოდი გავაჩენ ცოტა უფრო მოზრდილს. აჰა. 4-იანი. არის. აჰა. რაღაც ჯინაზე არ ჩდებიან. ანუ ესეც შეიძლება გაჩნდეს იგივე ზომის, რა ზომისაც გაჩნდა ბოლოს გასტი, გახსოვს? გასტი კი არა, ის დიდი ლორწო. ხო. მაქსიმალური სიმაღლე ამის, ანუ აი ამ ვიდეოსა არის. ვეიცი, აი. ძლივს გაჩნდა. მოკლედ ეს არის მაქსიმალური ზომის ესე იგი მაგმის კუბი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, რომელიც გაიყოფა იმ დონემდე, რომელიც ანუ ამაზე ცოტა უფრო მცირე არის, აი ესე. და აქედან კიდე წამოვა პატარ-პატარა ბლოკები, პატარ-პატარა კუბები. ანუ ეხლა რაც უფრო დიდი არის, მით უფრო მეტად უნდა უფრთხილდე, იმიტომ რომ მით უფრო მეტი საშიშროება არის, რომ უფრო პატარა ბლოკები გაჩნდნენ. მიხვდი? მომიხდით ძმაო? კი ძმა. აჰა, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. აჰა. მე აქ მანამდე მოკლედ ესე იგი ღამურა არ გვინდა, კუდიანი არ გვინდა, პრინციპში აი ენდერმიტი უკვე გავაჩინეთ, ასე ვთქვათ. და რა დაგვრჩა? ჰოლიკ წესი და რიგით აი ამ ბლოკებმა უნდა მოგხსენ, ესე იგი მოიცა? არაფერი არ მომწეს. არაფერი? ნუ კარგი, მოკლედ ესენი გაძლევენ. ეხლა განახებ რას? მაგმა. აჰა. ესენი გაძლევენ მოკლედ აი ესეთ მაგმის კრემს, ნუ წესი და რიგით უნდა ჩამოეგდო, არ ვიცი რატო არ ჩამოაგდო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის მაგმის კრემი ამოვიღეთ. ეს მაგმის კრემიც მოკლედ აი აქ გქონდეს. ესე იგი, ბოლო მონსტრი, ნუ პრინციპში ბოლო მონსტრი არ არის, გასტიც რჩება, ანუ იგივე მტირალა, რომელიც ჯოჯოხეთში სპაუნდება. ბოლო მონსტრი არის მოკლედ შულკერი. შულკერი არის კუს პანცერის მქონე, ანუ კუს ბაკანის მქონე მონსტრი, რომელზეც თავდასხმას მოახერხებ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის გახსნილი. ანუ ეს არის აი ესეთი ბლოკივით მონსტრია, რომელიც არის რაღაც უცნაური ფერის, არ ვიცი, ჰოლიკ რა ფერის რაღაცა მიჭირავს ახლა, დააკვირდი? იასამნისფერი. იასამნისფერი არის, მოკლედ ეს ისა. და ანუ მოკლედ აი ამ იასამნისფერი ბლოკით იცნობ, რომ ეს არის რაღაც მონსტრი და არ არის უბრალო ბლოკი. აი, ხედავ? გაიხსნება თუ არა, გესვრის რაღაცეებს, რომლებიც სხვადასხვა შელოცვას მოგცემენ. ეხლა შენ ლევიტაცია გექნება რამოდენიმე წამით. ხედავ ეხლა შენ აერში. ხო. აჰა. კარგი. მოკლედ აი ამ მონსტრს ყველანაირად უნდა ეცადო და უნდა მიუახლოვდე, ასე ვთქვათ. კარგი, ნუ მოკლედ როგორც ხდება. აჰა. როგორც კი გაიხსნება, ეგრევე თავს უნდა დაესხა. გაიხსნა, თავს დაესხა. აჰა, მორჩა. ლევიტაცია, ანუ შენ ჰაერში დაფრინავ, მას შემდეგ რაც აი ეს შულკერი მოკლედ თავს დაგესხმება. ესეც ასე, ნუ პრინციპში, ანუ მთავარი მონსტრები და ზომბები, ასე ვთქვათ, გავიარეთ. რაც ძალიან კარგია, სხვათა შორის აქ მაგმის კუბები რატომღაც ამოუყარე, არ არის პრობლემა.
აქვე ჩავაგდებ, ესეც ასე. რა მოგცა ესე იგი აი ამან შულკერმა თუ არაფერი? კარგი, არც ეგ არაა პრობლემა. ესე იგი აი ამ მონსტრებთან, რომლებიც აი სამი ცალი გვაქვს, ანუ ეს არის ცეცხლოვანი, ანუ თვითონ ცეცხლა, რომელიც ცეცხლას ჯოხს გაძლევს. ესე იგი ზომბი პიგმენი, ანუ ღორ ზომბი. და შულკერი. ნუ პლუს ამასთან ერთად მაგმის კუბი. თითოეული ეს მონსტრი მოკლედ საკმაოდ იშვიათია, ასე ვთქვათ, Minecraft-ის სამყაროში. ნუ იშვიათია ყოველ შემთხვევაში იმ კუთხით და იმ გაგებით, რომ მოსაკრა უნდა ერთი წამი. აჰა. შევცვალოთ. ოლე. აჰა, ნუ კაი, ეს მოვყავთ. მაგრამ მან რა უნდა და წარმოდგენა არა მაქვს იქ საიდან გაჩნდა. მოკლედ, ეხლა მოდი ვისწავლოთ გამოყენება. თუ რაში შეიძლება აი ამ ბლოკების გამოყენება. აი ეს ყველაფერი მოვიშოროთ. მე პრინციპში აქ რეალურად არაფერი არ მჭირდება, ასე ვთქვათ, შესაბამისად გამოვიყენებ. ცხენის ოქროს აბჯარს, უბრალოდ ალმასის აბჯარს, ასე ვთქვათ, შევინახავ. ეს ერთადერთი რამ, რაც ასე ვთქვათ, მჭირდება გარდა ამისა ალმასები. ალმასები საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს, ასე რომ, ნუ საკმაოდ დიდი რა, მას შემდეგ რაც ლავაში ჩაიწვი. გადამუშავდა ეს ალმასი და ეხლა ბრილიანტები გვაქვს. ეხლა ნახე. მოდი პირველ რიგში გახსენი აი ეს ზედასკივრი, რომელშიც ობობის ის გვაქვს ქსელი და ამოიღე 4 ცალი. ნუ პრინციპში 7-ვე ამოიღე, არც ეგ არაა პრობლემა. და მოკლედ აი აქ დავდგამთ, ესე იგი ახალ დაზგას. აი ესე, მაგ არის დაზგა. დაზგაში შედი და აი ეს 4 ცალი ქსელი, რომელიც აი აქ არის. გააკეთე 4 ქსელისგან უბრალოდ კუბი, ანუ 4 კუთხედივით. 4 ქსელისგან და ეს ყველაფერი მოგცემს მატყლს. ხომ მიხდი 4 კუთხედი, ანუ ნებისმიერი ჰორიზონტალით და ასე შემდეგ. მოგცა მატყლი თუ არა? კი, ხო? ანუ ეხლა შენ უკვე ისწავლე აი ამ ობობის ქსელის გამოყენება. რამდენი ცალი დაგჭა მითხარი? 3 ცალი. 3 ცალი, ხო? ძალიან კარგი. ჯოხები გაქვს თუ მე მოგცე? არ მაქვს. კარგი, მოკლედ ჩამოგიგდებ ეხლა მე შენ ჯოხებს, აი ესე 3 ცალ ჯოხს. 2 ცალი მაქვს, ხო, 3 ცალი. შედი დაზგაში და გააკეთე ანკესი, არ ვიცი გახსოვს თუ არა, ნუ მოკლედ აი ესე კიდევ ერთი დანიშნულება ძაბს აქვს იმისა, რომ მოკლედ გააკეთო ანკესი. გააკეთე, თუ ვერ გააკეთებ, არც ეგ არ არის პრობლემა, შეგახსენებ. ესე იგი 3 ჯოხი უნდა მოვათავსო დიაგონალზე და 3 ჯოხის, ანუ ზემოთა მხრიდან, ანუ ეხლა ნახე დავუშვათ თუ დიაგონალზე გავუშვი პირველ, მეხუთე და მეცხრე ბლოკში, ანუ მეცხრე უჯრაში, ასე ვთქვათ, ჯოხი, მაშინ მეოთხეში და მეშვიდეში უნდა გააკეთო ძაფი. მიხვდი? ანუ იმის ფორმა მიეცი, ანკესის ფორმა რა დაახლოებით მაინც. სავარაუდოდ არ გახსოვს, მაგრამ ეგეც არაა პრობლემა. ეს არც აგიხსნია, ხო? არა, ანკესი გახსოვს, ჩვენ ვითევზავეთ კიდევაც და აგიხსენი, ასე რომ დაჯექი ორიანი. ვერ გავაკეთე. ვერ გააკეთე, კარგი. ეხლა ერთიანში, ხუთიანში და ცხრიანში მაქვს ჯოხები, ხო? 1-ში, 5-ში, 9-ში გაქვს ჯოხი. კი, მერე. 4-ში და 4-ში და 7-ში გაუშვი 2 ცალი აბლაბუდა. აჰა, გასაგებია. გამოვიდა? კი. ძალიან კარგი. შენ დაგრჩებოდა ესე იგი 1 ცალი აი ეს ქსელი, ხო? ძაფი. კიდევ 2 ცალს ჩამოგიგდებ, აი ესე. და 3 ცალ ჯოხსაც. კიდევ ერთი დანიშნულება თუ რა დანიშნულება აქვს აი ამ ობობის მოკლას, არის ის, რომ შედი დაზგაში. შიგნითაო. მოკლედ, პირველი ვერტიკალი, ანუ 1, 4 და 7 თავიდან ბოლომდე გავავსე ძაფებით. ანუ პირველი ვერტიკალი. ხომერთი, ანუ ნუმერაციით გეტყვი, პრინციპში ესე ვქონდა. 1, 4, 7 ძაფები, 2 და 8, ანუ მეორე ვერტიკალის პირველი და მესამე ბლოკი ჯოხით და მესამე ვერტიკალის შუაში, ანუ მე-6 ნომერში, ასე ვთქვათ, ჩადე კიდე ერთი ჯოხი. დაახლოებით ხო აქვს იმის ფორმა, რა ქვია, შვილდის. მოკლედ ეს მოგცემ შვილდს, მოგცა თუ არა? კი. ძალიან კარგი, შვილდიც გაქვს. კარგი, ნუ პრინციპში ობობის ასე ვთქვათ, ლუტის გამოყენება თუ ისე ვისწავლეთ. თვალი მომავალში, როდესაც მე და შენ ასე ვთქვათ, გავაკეთებთ, პრინციპში თვალი ხო გაქვს? კი. დააბრუნე ამ სკივში, აი ამ ზედასკივში დააბრუნე თვალი. და თვალის გამოყენებასაც უახლოეს მომავალში გასწავლე. ძალიან კარგი.
ეხლა მოკლედ ამოიღე აი ამ ქვედა ანუ შუა სკივრიდან ძვალი და გარდა ამისა ის არის, აი სამი ცალი ის არის აიღე. მოდი პირველ რიგში დავტესტოთ ასე ვთქვათ, ესე იგი პირველ რიგში ჩვენი ის არის, აი ესე. და მოდი აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ. ერთი წამი. აჰა. და თან პლუს ამასთან ერთად ცოტა სიხალისებ. გამოდი გარეთ და აი ამ ცენტრს გაარტყი, აბა თუ გაარტყამ. ცოტა ზემოთ დაუმიზნე ხოლმე, რაც უფრო შორს არის, მით უფრო ზემოთ უნდა დაუმიზნო. აჰა, მალადეც ბიზია. 3 ის არის გაქვს. მიდი 3-დან 3-ს თუ გაარტყამ. 2. ცოტა რაღაცა იმოძრავე იქით აქეთ პარალელურად, რომ სულ ერთი და იგივე მიმართულებით არ იმასაკნეს. ეხლა ნახე. მოკლედ, აი აქ შენ, როდესაც ისროლე შვილდით ის არის, გამოიწია ერთი წამი. ხო გაარტყი 1, 2, 3, ხო გაარტყი. ეხლა ნახე. მოიცა 4 ცალი აქ ერთი წამი გამოიწია. 1, მოიცე განახო ჩემი მასტერ კლასი ძმაო, საით გავარტყა ეხლა. შენობის იქით გავარ. რო იცოდე რა. ოპა. აჰა, ნუ ეს მეოთხე S-ს მივაჭირე და მე გაისოლა. ისერთან მიხვალ და წესი დარიგით აიღებ აი ამ ისრებს. ვერ იღებ? ვერა. კარგი, არც ეგარაა პრობლემა, მე ხა შენ ჩამოგიყრი ისრებს. აჰა, 3 ცალი ის არის. გაარტყინ მოკლედ სადღაც ისროლე. პრინციპში იგივე აი ამ მიზანს დაუმიზნე, აი ამ 3 მიზნეს უფრო სწორედ. 1. ეხლა ცოტა გვერდიდან და კიდე ერთი გვერდიდან, რომ ასე ვთქვათ, დაამუღამო. მე უკვე გასწავლე ასე ვთქვათ მოძრავ ესე ვთქვათ სამიზნეებს როგორ გაარტყ. აჰა, ძალიან კარგი. მიდი იქვე ახლოს და იმ სამივე ისარს აიღებ. ანუ ისარ თუ კი იმ შემთხვევაში თუ კი ის არის ბლოკში გაჭედილი და თუ ის არ მოხდა მოთამაშეს, მოკლედ ის არის გიბრუნდება ისევ და ისევ უკან შენ. აი ესეთი რაღაც გავაკეთოთ აი აქ მაინც ვიზუალისტვის. მოკლედ ისის დანიშნულება მივხვდით, ხო? ძვალიც ხო აიღე. კი. EASO-ს მიაჭირე. EASO-ს მიაჭირე უბრალოდ და ძვალი გადაიტანე ანუ პატარა დაზგასავით, ხო, გაქ EASO-ში. აი მან გადაიტანე ძვალი. მოგცა ძვლის ფხვნილი. მოდი წამოდი აქეთ. სადა ხარ? აი აქ ფერმაში წამოდი. ჩვენს ფერმაში. აი აქ უკვე მომწიფებულ იმებს დავამტრევ ასე ვთქვათ. რა ქვია იმას კაცო? ერთი წამი და მოკლედ რა ქნა, იცი? არა, ეგ არ ქნა. გამოიყენე ერთი წამი რა შვები, რას მაიმუნობ კაცო. გამოიყენე ეს ძვლის ფხვნილი და მარჯვენა ღილაკით. მიაჭირე მოუმწიფებელ იმას ხორბალს. გამოვიყენე და გაზარდა. ხო, გაზარდა. ხო, ანუ მაქსიმალურ დონემდე გამოიყენე ხოლმე, ანუ მაქსიმალურად გაზარდე, მანამ სანამ თავთავები არ გამოჩნდება. აი ეხლა აი აქ აი ეს 1 ცენტში რო არის, აი აქ, აი წყალთან ახლოს, აი ეს გაზარდე ბოლომდე. ძვლის რა მაქვს ის? აღარ გაქვს? მაქვს. გაქვს, ეს დარგით უნდა გქონდეს, ძის ფხვნილი. ხელში დაიკავე და მარჯვენა ღილაკით აჭირე, მანამ სანამ არ გაიზრდება. ზედმეტი ამას არ მოუვა, ასე ვთქვათ, ხედავ ეგრევე ხორბალი მოგცა. ანუ რძის ფხვნილი სხვადასხვა აი ამ ესე იგი მარცვლეულის ძვლის უბრალოდ რძის ფხვნილი მეც მაგარი ვარ. ანუ ძვლის ფხვნილი სხვადასხვა აი ამ მარცვლეულის გაზდაში გვეხმარება. მოკლედ ახლა შეგიძლია მოკრით. და მოდი ბარემ რადგანაც ცოტათი გავაფუჭი ასე ვთქვათ ეს ფერმა, დავთესოთ უკან. ნუ პრინციპში ამას მეც მივხედავთ, არც ეგ არ არის პრობლემა. ესეც აი ასე. პრინციპში ჩონჩხების ფერმისგან ეს არის ის 2 ნივთი, რომლის გამო ანუ რაში შეგიძლია ჩონჩხების ფერმა გამოიყენო, მეც ისინი არაფერს არ გაძლევენ, გარდა ისა მშვილდებისა. ეხლა მოდი აი აქეთ შუა სკივრი გახსენე და აიღე 2 ცალი მშვილდი, რომელიც გაქვს აი ამ შუა სკივრში. 2 მშვილდი გაქვს, ორივე აიღე, EASO-ს მიაჭირე და ეს 2 მშვილდი EASO-ში, სადაც პატარა დაზგა გაქვს, ნებისმიერ ანუ გინდ ვერტიკალზე, გინდ ჰორიზონტალზე განათავსე. მაგრამ ჯერ არ აიღო არაფერი. აიღე უკვე გააკეთე? კარგი. ნუ მოკლედ ეს ყველაფერი რა შვება, იცი? 2 ცალ მშვილდს აერთიანებს ერთ მშვილდად და შესაბამისად არემონტებს, ხო? ნუ გარდა ამისა შეგიძლია ეს არემონტად გააკეთო ცალკე, ესე იგი გრდემლი, მაგრამ ეგ უკვე სხვა თემაა, ასე ვთქვათ. მოდი ახლა ზომბის მივხედოთ. წესი დარიგით მოიცა. აი, ნუ მოკლედ აი გაქვს ზომბის ხორცი. ნუ არ გავიღეთ. მოკლედ აიღე, მე კიდე აქ თავიდან ჩავდე.
აი ამ ზომბი ხორცის გამოყენება შეგიძლია პირველ რიგში საკვებად, მაგრამ ეს უკიდურეს შემთხვევაში, იმ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ თუ საჭმელი საერთოდ არ მოგეპოვება და თუ გინდა რომ უბრალოდ სიცოცხლე აღიდგინო. მაგრამ მაშინ, როდესაც ზომბის ხორცს შეჭამ, გექნება მოკლედ შიმშილი. და მოკლედ აი ეს შიმშილი, მოდი აი ეგ ესე იგი იეჰოვას მოწმეების იმისავით ავაშენოთ რაღაცა შენობა, ანუ კაი ხო არ გვინდა მაიმუნობები. არ შევეხოთ არავის პატივით ხელას, მეც ძალიან ისე გამოგვივიდა. მოკლედ შემოვიდეთ ესე იგი ისე და ისე აი ამ შენობაში, თორე აქ მანქანების ხმა ისმის Minecraft-ში. ანუ ზომბის ხორცს მეც პრინციპში ვერაფერში ვერ გამოიყენებ და კიდევ ერთი შანსი, თუ სად შეგიძლია ზომბის ხორცის გამოყენება არის აიხლავე განახებ რა. ერთი წამით. ძალიან დიდი ვიდეო გამოდის. დიდი ვიდეო გამოდის, კარგი, მაშინ მოკლედ ზომბის ხორცის გამოყენება შეგიძლია რაღაც ნივთების გასაყიდად. ერთი წამი ვნახო, ეს ადამიანი რას ყიდის. აი, მოდი, ზუსტად გავაჩინე, მოდი აქ. და აი ეს 32 ზომბის ხორცის გამომართი კიდე ჩამოგიდე. მარჯვენა ღილაკით მიაჭირე. აი ამ იმას. მღვდელი არის ეს და მღვდელი ყიდულობს ზომბის ხორცს და გაძლევს იმას. რა ქვია, ზურმუხტს. ამ ზურმუხტით ვაჭრობ მოკლედ აი ამ სოფლელებთან ასე. ეს როგორ უნდა ვივაჭრო? ზომბის ხორცი ჩადე იქ, სადაც მოკლედ დებ რა. არ ეჭირება ხო მე მგონი? არა ხო? არა, დავაჭირე უკვე. აჰა, გაყიდე ხო? იყიდე ის ზურმუხტი აიღე? ძალიან კარგი. ხო, მეც არ მოგცემს, ანუ 32 ის აქვს, ასე ვთქვათ, სტავკა. კარგი, მოდი კიდევ ერთი რაღაცასაც აგიხსნი, პრინციპში, რაც ასე ვთქვათ, დაგჭირდება ასე თუ ისე, შეგიძლია, ერთი წამი რაღაცა მაუს მოვიდა, თუ რა არის კაცი. მოიცა? არა, ეს ბლოკები მოქმედებს, მაგრამ creative-ში არ ვარ შესული. აჰა. კარგი. ხო, მეთქი რაღაცა მაუსი გავაფუჭეთ ხო. მოკლედ დაიღე ესე იგი დენტი, რომელიც არის უკიდურეს ზემოთა სკივრში და გამომართვია ეს 5 ცალი ქვიშა. ქვიშა ხო. მერე? ჩადა გოჩა. ხო და მოკლედ შედი ესე იგი დაზგაში. არის ხო? ძალიან კარგი. და მოკლედ აი ამ დენტის დახმარებით შეგიძლია გააკეთო ასაფეთქებელი. ანუ არ ვიცი ზუსტად რა ქვია, სხვათა შორის მანამდე ჯერ არ გამიკეთებია ჩემს let's play-ში, აქ იქნება პირველი ექსკლუზივი. 5 ესე იგი დენტი მოათავსე სად იცი, ანუ მოკლედ 4 ქვიშა მოათავსე ჯვრის ფორმით, ანუ ერთი მეორეში, მეორე მეოთხეში და ანუ სხვა ბლოკებში მოათავსე დენტი. და მოგცემს TNT ასაფეთქებელს. არა. არ მოგცა? კარგი, მაშინ მოდი ესე ზუსტად გეტყვი. ქვიშა მოათავსე მეორე, მეოთხე, მეექვსე და მერვე ბლოკში. მერვე ნომერში. მოათავსე? მომცა. და დენტი მოკლედ სხვა დანარჩენში. მოგცა ხო? ამ TNT ბლოკს დადებ ნებისმიერ ადგილას, სადაც შენ გაგიხარდება, ну, პრინციპში ზედაპირზე არ გირჩევ, ეს გამოიყენე მხოლოდ და მხოლოდ ქვემოთ, მიწის ქვეშეთში და მაღაროში. და შემდეგ სანთებელის დახმარებით შეგიძლია ეს TNT ბლოკი აანთო. ანუ ეს უკვე გავიგეთ ხო, რას გვაძლევს ესე იგი აი ეს შფოთა. ჯადოქარი პრინციპში განსაკუთრებულს არაფერს არ გვაძლევს, ლორწოს სახსნა ჯერჯერობით ადრეა და მოდი ახლა ცეცხლას ჯოხი აიღე. მოიცა მე თვითონ ავიღე აქედან, აი ცეცხლას ჯოხი. აი ხო? გაქვს შენ ესე იგი ისინი რიყის ქვა. ანუ უბრალოდ ქვები კარგი, მაშინ მაგასაც ჩამოგიგებ. 2 ცალემოს. აჰა, ნუ კარგი. ეყოფა ეგ რაოდენობა. აი ესე. და შეგიძლია გააკეთო სახარში ქურა. და მოდით ამით დავამთავროთ, ასე ვთქვათ, მეგობრებო, დანარჩენზე უკვე შემდეგში Minecraft-ის. აი ამ ერთგვარი let's play-ს კი გამოდის, არა მხოლოდ გაკვეთილები, ხოლო კი თან ნელ-ნელა დახურავს კიდევაც Minecraft-ს, ისე უბრალოდ დავშვებით ჩვენ ამ ყველაფერს. ანუ თავიდან ბოლომდე მივიყვანთ Minecraft-ს, პირდებით. არ დაგვეზარება, თქვენ უბრალოდ მოიწონეთ ვიდეოები და გამოიწერეთ GeoGameHolic-ის არხი. ხოლე გააკეთე ის ქურა თუ არა? როგორ უნდა გავაკეთო? არ მისწავლია ხო, ესე იგი. ქვემოთა მესამე ჰორიზონტალი გაავსე, ესე იგი, რიყის ქვებით. და ცეცხლას ჯოხი შუაში ზემოდან დავადგე. და მოგცემ სახარში ქურას. კი ძმაო. აჰა, მოგცა ხო? ნუ სახარში ქურა შეგიძლია ნებისმიერ ადგილას დადგა, ასე ვთქვათ. და სწორედ მაგაში გამოგადგება ეს ცეცხლას ჯოხი.
ცეცხლა ჯოხის გარდა ის ობობის თვალი, მაგრამ ამ ყველაფერზე უკვე შემდეგში, ხო? აჰა. კარგი. მოდი მაშინ, რა ვიცი, მე მგონი არა პრინციპში მთელი ასე თქვა Minecraft-ის მობების და მონსტრების ვიკიპედია გავიარეთ მე და GeoGameHolic-მა. და პრინციპში ამით დაგამშვიდობებით მე არა და Holic-ი. Holic შენთვის კარგად ზანდებოდით ძვირფასო მეგობრებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ იწონებთ ამ ვიდეოებს, ითხოვთ და ჩვენთვის ეს სტიმულია, რა თქმა უნდა, ესე გააგრძელეთ და ჩვენც აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ლეცფლეების გადაღებას, გაკვეთილების. ძალიან პერსონალური მადლობა Geo Miners. პირიქით მადლობა თქვენ იმისათვის, რომ მიჩნევთ აი ესეთ მხარდაჭერას Minecraft-ისადმი და უყურეთ GeoGameHolic-ის ვიდეოს. კარგად ზანდებოდით. კარგად. აჰა, როგორც კი დაარტყა, ეგრევე დააგიწყებს თავდასხმას. ხედავ რა მაგარი ხმები აქ? აბუ. ოი, ესე შევა. აჰა, აი, ეხლა კიდე ერთს გავაჩენ. და აგიხსნი პრინციპს, თუ როგორ მოქმედებენ. კიდე ერთი კი არა, პრინციპში ორი უნდა გამეჩინე, მაგრამ ასე გარაა პრობლემა. დაარტყი, არ მოგეიდო სოლექ სიცოცხლე ხო გაქვს დიდი რაოდენობით. ეხლა ორს გავაჩენ, ოღონდ ჯერ არ დაარტყა არც ერთს. აი, ორი ცალი არის გაჩენილი. ერთ-ერთ რომელიმეს დაარტყი და მეორეც გამოგეკიდება. ანუ ეს ცხოველები, მონსტრები არიან სოციალურები. ნუ მოკლედ ერთი ეუბნება მეორეს, რომ ვა GeoGameHolic-ი გვირთხავს, მოდი ჩვენს დავარტყათ და ანუ აი ბიჭებს ურტყავენ ის პონტია. ვარიანტია ზუსტად. უბრალოდ Minecraft. მოკლედ ეხლა შენ ღორზომბა უნდა მოეცა უბრალოდ ღორზომბს წესი დარიგით. აი ესეთი რამ. ახლავე განახე. ზომბის ხორცი მაქვს და ოქროს ხმალი მაქვს. ოქროს ხმალი მხოლოდ, ხო? კარგი. მოკლედ აი ესეთი რაღაც არ მოუწია? ყვითელი დააკვირდი ოქროს ნატეხი. ყვითელი აი ესეთი პატარა რაღაცა წვეთივით. ნუ, კაროჩე, ანუ მოკლედ ესე იგი ღორზომბები გაძლევენ ოქროს ნატეხს. კარგი, კიდევ ერთი მონსტრი, რომელსაც გავაჩენ, მაგრამ ჯერჯერობით ქვემოთ იყურე, თვალებში არ უნდა ჩახედო ამ მონსტრს. ამ მონსტრს ქვია ენდერმენი, დასასრულის ადამიანი. აი გავაჩენ, ხედავ რამ ხელაა. მოკლედ ამ მონსტრს ყოველთვის უნდა შეუტიო ერთი წამით. ჯერჯერობით ერთ ადგილას იდექი და უბრალოდ თვალებში არ შეხედო, აი ჰოლიკ მე მიყურე, აქეთა ვარ, შემოტრიალდი, მე მიყურე. თვალებში შევხედო რა მომიო. თვალებში როგორც კი შეხედავ, მოკლედ აი ამ ენდერმენს ხდება აგრესიული და გიტევს. მოკლედ როგორც კი ენდერმენი დაგიწყებს შეტევას, ისევე როგორც კრიპერი, შემდეგში რა თქმა უნდა კრიპერსაც შეგაბრძოლებ, ასე ვთქვათ, მაგრამ მანამდე ჯერ ენდერმენს მივხედოთ, დაიჭირე აუცილებლად ხმალი. ხმალი გეჭიროს. და შეხედე თვალებში. აჰა, ხედავ, ტელეპორტაციას განიცდის, მოკლედ ეს მობი და შენთან ადრე თუ გვიან მაინც მოვა. ცოტა ხანი აცადე და შენთან გაშტება. ხედავ რა საშინელ ხმას გამოსცემს. ცოტა ხანი აცადე. ცოტა ხანი აცადე. მე მგონი ჩაკეტილი სივრცის, აი, სადღაც აქვე ახლოს არის რა, ანუ ამ მონსტრს როგორც კი შეხედავ თვალებში ეგრევე ხდება აგრესიული. სად არის თუ ვერ ხედავ? ჯერჯერობით ვერ ნახავ, ანუ ჯერჯერობით არ არის შენთან დატელეპორტირებული. ნუ პრინციპში აი ამ მობთანაც, აი ხედავ აი ეს ხმა, გაიგე ხო ეს რაღაც? აი ესეთი ხმა. ნუ მოკლედ ეს არის ტელეპორტაციის ხმა. აი ეს ხმაც და ნუ მოკლედ. კარგი, მოკლედ ეს არის ის მობი, ეს ენდერმენიც, ანუ დასასრულის ადამიანიც და ღორზომბიც, რომელიც ჩდება როგორც ქვედა სამყაროში, ისევე ზედა სამყაროში. ეხლა გავაჩენ ერთ-ერთ აი ესეთ მონსტრს. კარგი, მოიცა, ანუ თუმცა იმას არ უნდა შევიბრძოლო? იმას ეხლა ანუ დიდი ხანი მოუწევს ლოდინი, ასე ვთქვათ, მანამ სანამ მოვა ჩვენთან. სწორედ ამიტომ გადავიდეთ მორიგ მონსტრზე. ანუ ენდერმენების პრინციპს შემდეგში აუცილებლად განახებ, აგიხსნე, იმიტომ რომ ენდერმენები არის მთავარი რესურსი იმისათვის, რომ მოკლედ Minecraft-ი დაიხუროს. ანუ Minecraft-ს აქვს თავისი სასრული. პრინციპში იმ დახურვის მერე შეგიძლია მოკლედ გააგრძელო, მაგრამ ეს შეიძლება. ეხლა გავაჩენ ისეთ მონსტრს, რომელსაც შეუძლია ფრენა და ამავდროულად ცეცხლოვან ბურთებს გესვრის, დაიმახსოვრე. ამ მონსტრს ქვია ცეცხლა. აი, ერთი ცეცხლა გავაჩინე. ანუ, ხედავ ხოლმე. აი ესე ცეცხლოვან ბურთებს გესვრის. ეცადე რომ თავს დაესხა და ფარი საკმაოდ ხშირად იხმარო. აჰა.
არა, ჯინაზე არ გარტყამს ესეც კიდე. წააკიდებინე 1-2 ცეცხლები, რაღაც გული გაუხარე. ცეცხლას კიდე ერთხელ თავს დაესხმე. ანუ თავს დაესხი ეგრევე როგორც კი. სანამ აი ხედავ მოგცა, ესე იგი მიიღო ახალი მიღწევა ცეცხლისაკენ. იმ ცეცხლისაკენ შე რაც მიიღე, ანუ ახალი ისა. მოიცა? ცეცხლის ჯოხი მაქვს. ცეცხლის ჯოხი. ცეცხლის ჯოხს ჩავაგდებ მოკლედ აი აქ, შენს სკიურში კონდეს. ძალიან კარგი. ეხლა გადავიდეთ მორიგ მონსტრზე, ანუ ცეცხლასთან რაღაც ჭიდილს დიდი აზრი არ აქვს, ასე ვთქვათ. ესე იგი, დაგვრჩა ენდერმიტი. ენდერმიტი არის ერთი პატარა ესეთი ცხოველი, ნუ რაღაცა ვირთხასავით არის, რომელიც ძალიან პატარაა. ერთ ბლოკზე უფრო პატარა, ანუ ეხლა აი განახებ. აი ამ ბლოკის სიმაღლეზე ბევრად უფრო პატარა არის, ეხლა გავაჩენ და პრინციპში დიდს ვერაფერს ვერ გიშავეს, მაგრამ მაინც ასე თუ იცი საშიშია. აი ხედავ? ეს არის ენდერმიტი. საკალელია თო. საკალელი ხო? მაგრამ ეხლა შენ ალმასის ბრონი გაცვია და იმიტომაა საკალელი თორე. ეგრე არა რო იცოდე. მიდი თავს დაესხი კაცო. არაფერი არ მოგცა. პრინციპში ენდერმიტი არაფერს არ ეძლევა, მაგრამ ეხლა ორს ერთად იმასკენი, აბა შეებრძოლე. გაკლებენ სიცოცხლე ეს თუ ნახევარ. არა ხო? ნუ იმიტომ რომ ალმასის ბრონი გაცვია და ვერ უძლებენ აი ამ იმას წინააღმდეგობას. მოკლედ ენდერმიტი არის ისეთი მობი, რომელიც რამდენადაც მე მახსოვს, ნუ ეს მაინც ყოველი შემთხვევისთვის თავს დავიწყო, იმიტომ რომ ზუსტად მართლა არ მახსოვს. მოკლედ არაფერს არ გიშავებენ. ანუ არაფერს არ გიშავებენ თუ კი კარგი ბრონი გაცვია, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ალმასის ბრონი და გარდა ამისა, მოკლედ არაფერს არ გაძლევენ. ეხლა გავაჩენ მორიგ მონსტრს, რომელსაც ქვია მაგმის კუბი, რომელიც გავს ძალიან მაგრად აი ამ ლორწოს, რომელსაც შეებრძოლე, გახსოვს მწვანე დიდი კუბი რო იყო. იგივე პრინციპის მქონე მონსტრი არის, უბრალოდ ეხლა ცეცხლოვანია. აი დააკვირდი, აი ესეთია და ისის დახტის და თან პარალელურად გიშავეს უფრო მეც, ვიდრე ჩვეულებრივი აი ეს ლორწოვანი ბლოკი. ლორწოს ბლოკი. მოკალი, მოგცა ახალი ესა. ნიუთები ესე იგი. ანუ ახალი ისინი გაჩნდა. ეხლა ამათაც შეებრძოლე ანალოგიურ პრინციპით. όλοι კარგად დაუმიზნე. ეგ არის. ამასაც ეს იყო მაინც საშუალო სიმაღლის, ასე ვთქვათ, და საშუალო მოცულობის და ზომის ენდერმიტი. ეხლა ამას მე მოვკლავ. ამასაც მე მოვკლავ. მოდი გავაჩენ ცოტა უფრო მოზრდილს. 4-იანი. არის. რაღაც ჯინაზე არ ჩდებიან. ანუ ესეც შეიძლება გაჩნდეს იგივე ზომის, რა ზომისაც გაჩნდა ბოლოს გასტი, გახსოვს? გასტი კი არა, ის დიდი ლორწო. ხო. მაქსიმალური სიმაღლე ამის, ანუ აი ამ ვიდეოსა არის. მოიცე, აი. ძლივს გაჩნდა. მოკლედ ეს არის მაქსიმალური ზომის ესე იგი მაგმის კუბი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, რომელიც გაიყოფა იმ დონემდე, რომელიც ანუ ამაზე ცოტა უფრო მცირე არის, აი ესე. და აქედან კიდე წამოვა პატარ-პატარა ბლოკები, პატარ-პატარა კუბები. ანუ ეხლა რაც უფრო დიდი არის, მით უფრო მეტად უნდა უფრთხილდე, იმიტომ რომ მით უფრო მეტი საშიშროება არის, რომ უფრო პატარა ბლოკები გაჩნდნენ. მიხვდი? მომიხვდი ძმაო? კი ძმა. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მე აქ მანამდე მოკლედ ესე იგი ღამურა არ გვინდა, კუდიანი არ გვინდა, პრინციპში აი ენდერმიტი უკვე გავაჩინეთ, ასე ვთქვათ. და რა დაგვრჩა? ჰოლიკ წესი და რიგით აი ამ ბლოკებმა უნდა მოგხსენ, ესე იგი. მოიცა? არაფერი არ მომწეს. არაფერი? ნუ კარგი, მოკლედ ესენი გაძლევენ. ეხლა ვიგანახებ რას. მაგმა. ესენი გაძლევენ მოკლედ და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ GeoGame Holic-ის არხზე მორიგ Minecraft-ის ვიდეო გაკვეთილს და ამ გაკვეთილში მე და GeoGame Holic-მა გადავწყვიტეთ რომ მოკლედ ესე იგი დადგა დრო იმისათვის რომ Holic-ი მოვამზადოთ სერიოზულ შერკინებებისთვის და ავაშენებ აქვე ცალკე სპაუნერებს სადაც Holic-ს გავაცნობთ სხვადასხვა mobs რომელიც არის Minecraft-ში. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით მეც ყველას. და მაშასე შემდეგ გაკვეთილს შევუდგეთ.
ესე იგი, ჰოლიკ, აქ ახლა ერთ რაღაცა პატარა ოთახს გავაკეთებ მე, იქიდან გამომდინარე, რომ აქვს ადმინის პრივილეგია. ხო, სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ასე ვთქვათ, სტრიმის დროს ყველანაირად ხელს გვიწყობდა, რომ ჩვენ სერვერზე არანაირი ხარვეზი არ დაფიქსირებულიყო. ექსტრაორდინალური მადლობა თქვენ. თქვენ. ისრები როგორ გავაკეთო? ისრებისთვის გჭირდება კაჟი. აი გახსოვს ანთებელა როგორც გავაკეთეთ. კაჟი და ქათმის ბუმბული. ბუმბული გჭირდება იმისათვის, რომ მოკლედ ეს კაჟი, ისას რომ მიმართულება არ შეეცვალოს გასროლისას. ვითომ თორე რეალურად ეგ ფიზიკა არ აქვს Minecraft-ს გათვალისწინებული. და მოკლედ ეს არის ჯოხი. ეხლა მე ვაკეთებ აქ ცალკე ოთახს, რომელშიც მოვათავსებ სხვადასხვა mobs, creepers, zombies, ჩონჩხს და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, ჰოლიკ, შენ ფარის გაკეთება გასწავლე, ხო, როგორც მახსოვს? ძალიან კარგია. გარდა ამისა, ესე იგი მოკლედ ფარის გამოყენებასაც ვისწავლით მეტნაკლებად დღეს. შემდეგ ეპიზოდებში უკვე სწავალთ სანადიროდ და მოკლედ ყველანაირად ვეცდებით, რომ ესე იგი გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია ზოგადად Minecraft-ში. ესე იგი, მე ახლა ვაშენებ აი ცალკე ოთახს. შენ მანამდე რა შეგიძლია გააკეთო, იცი? ცხრებს აჭამა უბრალოდ ესე იგი ხორბალი, თუ გაქვს რა თქმა უნდა, თუ არ გაქვს შეგიძლია მოკრიფო. და გარდა ამისა, მე შენ გასწავლი და აგიხსნი თუ რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ზომბს, ჩონჩხს Minecraft-ში და ასე შემდეგ. იმათ რო კლავ რაღაც რა ხერი ხო, თავს იცავ მხოლოდ და მხოლოდ, ესეთი სისტემით არ მოქმედებს Minecraft-ი. ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი დანიშნულება, თავისი მისია, თვითონ ამ თამაში უშუალოდ და შესაბამისად მოკლედ გასწავლი თუ რა მოყვება ამა თუ იმ მობის, მობს ეძახიან, ესე იგი თითოეული იმ რაღაც მონსტრს, რომელიც მოკლედ ხდება Minecraft-ში. ჭირაღნებსაც ავიღებ, რომ აქაურობა მივანათო. ხო, სხვათა შორის ჰოლიკ ისიც უთხარი ხალხს, რომ მოკლედ ახალი რესურს პაკი ჩააყენე, რომელსაც ქვია Fightful 32x32 და მოკლედ GeoGame Holic-ის აი ამ ვიდეოს აღწერაში აუცილებლად იქნება აი ამ რესურს პაკის გადმოსაწერი ლინკი. დავანაყრე ცხრების, იო. დაანაყრე? გამრავლდნენ, ხო? კი, ორი დაგვემატა. რა ფერები? თეთრები. ძალიან კარგი. ხო, თავიდან ისე ჯობია ხოლმე, რომ თეთრი ცხრები დაგვემატოს, თეთრი რო შეაჯორო ნებისმიერ სხვა ფერთან. არ ვიცი, ეხლა დავუშვათ რამდენად იცის ჩვენმა მაყურებელმა ბიოლოგია. ბიოლოგიაში არის, მოკლედ ესეთი ცხრილი, პენეტის ცხრილი ქვია, სადაც დომინანტი და რეცესიული ფერები არის, მოკლედ და რაღაც ქერასთან თუ არის დავუშვათ შეუღლებული. რაღაც მუქი ფერის მქონე ადამიანი 2 3 4 5 6 7 8 9 ესეც ასე. ოლიკ, ეხა ნახე. აი ეგ ცალკე გავაჩენ ესეთ ზომბებს და მონსტრებს. მოდი რას ვიზამ, იცი მთელი ეს ადგილი იყოს არენა, ასე ვთქვათ რა და ხარ გაჩერდებით ვერცად. ოლიკ, ეხა ნახე. აი ამ ადგილას, აი ამ შენობაში, მოკლედ მე და GeoGame Holic-მა მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ გვენახებინა თქვენთვის სხვადასხვა მობი. მოდი პირველი მობი, პირველი მონსტრი იყოს ჩონჩხი, რომელთან შესარყინებლადაც შენ დაგჭირდება ფარი. არ ვიცი გახსოვს თუ არა, ფარი როგორ უნდა დაიჭირო, მოკლედ EASO-ს მიაჭირე თუ გაქვს ფარი. არ მაქვს. გითხარი, არ გაქვს? კარგი, არ არის პრობლემა. ფარი ჩამოგიგდე. ერთი წამით, ჩამოგიგდებ ახლავე უბრალოდ shield. და ერთი ფარი აგერ ჩამოგიგდე, აიღე და მოკლედ shift-ის დახმარებით, ხო იცი, ისევე როგორც ნებისმიერი ინვენტარი, ფარიც თავის ადგილას, სადაც წესი და რიგით მას ეკუთვნის ყოფნა, იქ დავარდება. აიღე ხო ფარი? ძალიან კარგი, ყოჩახ, 10-იანი, დაჯექი. მოიცე, წამი. ჩამოჯექი აქ. აი ესე დივანსაც გაგიკეთებ, ესე ქვის დივანი იყოს. მოკლედ, პირველი მონსტრი, რომელსაც შეებრძოლება ჩვენი GeoGame Holic-ი, ეს იქნება ჩონჩხი, მაგრამ მანამ სანამ Holic შენ შეებრძოლები კვერცხი. ჩონჩხის გამოსაჩეკი კვერცხი. ეხლა მე შენ ჩამოგიგდი ალმასის ნივთები და ჯობია რომ ალმასის ბრონი ჩაიცვა.
ну, პრინციპში ჩონჩხი რეალურად ვერ შეგიქმნის იმდენად სერიოზულ პრობლემას, მაგრამ მაინც ჯობია ყოველი შემთხვევისთვის სიფრთხილეს თავი არ სტკივა უნდა თქვამია. ჩვენს გავითვალისწინოთ ეს მამა პაპური რჩევა და მოკლედ აი ესე. პირველი მონსტრი იქნება ჩონჩხი, რომელსაც შეერკინება GeoGameHolic-ი რაუნდი 1. მოიცა ერთი წამი ჩავრთო სირთულე. აჰა. მოკლედ სირთულე ჩართულია. აჰა, Holic, მიდი შეებრძოლე. ფარი მარჯვენა ღილაკით, მარცხენა ღილაკით ხმალს უქნევ. მიდი, არ მოგერიდოს. ვითომ Clash Royale არის და შენს კოშკს უტევენ. მალადეთ ვიზია. მარჯვენა ღილაკით შეგიძლია თავი დაიცვა. და მარცხენა ღილაკით. მიდი, არ მოგერიდოს. ოპა. Holic, რაკნა იცი, ერთხელ რო დაარტყამ, ცოტათი გამოიწიე მერე და მარჯვენა ღილაკით. ოპა. აჰა. ესე იგი ჩონჩხს მოერია Holic. Holic, რამდენი სიცოცხლე დაგჭა სულ? სავსე მაქვს. სავსე გაქვს? აჰა, ძალიან კარგი. მაშინ მოდი ახლა ამჯერად ორ ჩონჩხს შეებრძოლე. მოდი, ვინც არა. ძანც არა, მიდი. ხედავ, ანუ ჩონჩხების ძირითადი იარაღი არის Holic დაარტყამ, გამოიწიე მარჯვენა ღილაკით ფარით დაიცავი თავი. ხედავ, ორნი როცა არიან, ასეთვისი მაინც გიტევენ. აჰა. მიდი, მე გავქრები, ასე ვთქვათ, კუთხიდან დავაკვირდები. Ladies and gentlemen, in the right corner of this ring, GeoGameHolic with his blue shirts and skeletons. მიდი Holic. ჩემი საზღარი ინგლისურის აქცენტით, მოკლედ ესე. ერთი ჩაძაღლდა. აჰა, მეორე ზადა. კარგი, ჩონჩხებს გავუმკლავდით. ეხლა მე გამოვჩეკავ, ასე ვთქვათ, ობობას. არა, მოდი ჯერჯერობით ზომბი იყოს. ზომბი ყველაზე მარტივია, იმიტომ რომ მაინც უფრო ნელა მოძრაობს და ოპ. აჰა, კარგი, ზომბი გავაქრე. Holic, მზად რო იქნები, მითხარი. ჩაჭმის ჭამა მინდა და ვერ ვჭამპო. იმიტომ რომ სავსე გაქვს ახლა საჭმელი, იმიტომ რომ მშვიდობის მოყვარე რეჟიმზე შევცვალე Minecraft. აჰა, მიდი. მზად ხარ? ძალიან კარგი. აჰა. ჯერ ერთი ზომბი. აჰა, ერთ ზომბსაც გავუმკლავდა. ეხლა ნახე. შენ რო ჩონჩხებს ნადირი, ცხოველი ხარ, ცხოველი. ეხლა ანალოგიური პრინციპით მიდი იმ კუთხეში მოდი აი აქ დაისვენე. აჰა. Holic, წყალი ხო არ გინდა? დამინიავე. დალიე წყალი. აჰა. არ მიწერი. არაფერი? აჰა, ესე იგი უკვე მოგშორდა. მოდი კიდე ერთ შეებრძოლე. მიდი Holic. გიჩალიჩებ რა. როგორ კლავ ეგრე მე ვერ კლავ ბიჭო. მე რო არაფერი არ დამეშავოს და არაფერი რო არ მესწავლოს. კარგი. კუდიანის ნივთები მოკლედ შევინახოთ აი აქ. აი ამ კვერცხიან იმაში. სკიურში. გვერდით ამ მხრიდან მიდი, სკიურთან. გვერდით ამ მხრიდან. არა, აი აქედან და გვერდიდან გახსენი. აჰა, ძალიან. ობობას თვალი მაქვს. აჰა, ძალიან კარგი. გავაჩინოთ მოკლედ მორიგი. ობობას თვალი ჩავაგდო იქა? ხო, იყოს პრინციპში აქ ობობას თვალის გარდა მეტი არაფერი არ მოხდა დაუშვა წითელი ხნელივით რაღაცა. წესტერიგით უნდა მოეცა, მაგრამ შეიძლება ისედაც ქონდა და ამიტომ იმის ფონზე რომ მანამდეც ქონდა, მოკლედ არაფერი არ გაჩნდა. 4 სიცოცხლე მაქვს. კარგი. ახლავე მოკლედ დაგეხმარები სიცოცხლეების აღდგენაში. ეხლა წესიდარიგით უნდა აღდგეს შენი სიცოცხლეების რაოდენობა. მოკლედ აი ამ სკიურებში არის ყველა იმ მონსტრის მიერ მოწოდებული, ასე ვთქვათ, ნივთი, რომელიც ესე ძალიან გჭირდებოდა. არა, ნახე, თვითონ სკიურს დაუმიზნე და არა ჩარჩოს. მიხდი? კარგი. ესეც ასე. მოდი ეხლა რას ვიზამ, იცი? ეხლა აი აქვე გავაჩენ სხვა მონსტრებს, რომლებიც ჩნდებიან ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში ჩვენ ვართ უკვე ნავყოფი. რაც პრინციპში ძალიან კარგია, ნუ ჯოჯოხეთში ყოფნა არ ვიცი, რამდენად კარგია, მაგრამ აი ესე. გამოუშვი ვინმე ჩემი ჯანზე. გამოუშვა, ხო? კარგი ბატონო. ერთადერთი მონსტრი, რომელიც დაგვრჩა მოკლედ Holic მოსაკლავი, ეს არის Creeper-ი, რომელსაც უბრალოდ ამ შენობაში ვერ ჩავსვამ, არა, ჩავსვამ, მაგრამ ამ შენობას ეგრევე დაანგრევს. მოკლედ Holic. ეს არის მონსტრი, რომელსაც ეს არის მონსტრი კამიკაძე, ასე ვთქვათ, რომელსაც შეუძლია ბლოკების აფეთქება, ხო, ანუ
შენც აგაფეთქებს, გარდა ამისა აფეთქდება თავად. სანამ მოკლედ აი ამ მონსტრს გავაჩენდე. ანუ მე არ ვაჩენ, მაგრამ მაინც. ესე იგი პატარა მიკროინსტრუქციას ჩაგიტარებ, როგორც კი შფოთას. ეხლა დააკვირდი მე შევებრძოლები და ეხლა ნახე მოიცა რაღაცას გავაკეთებ. ერთი წამი. ჯეო. ოკეი. კოლიკ. აჰა. კოლიკ. აბა ორჯერ დააჭირე ახტომას თუ აფრინდები. ისე უბნები ბიჭო. აფრინდი თუ ვერა? აფრინდი ხო? ხო, ძალიან კარგი. ეხლა მე შენ გასწავლი ასე ვთქვათ, აი ამ შფოთა ქვია ამას. ნუ იგივე კრიპერი. კრიპერი ან შფოთა. ნუ ქართული Minecraft-ის ვიკიპედიაში წერია როგორც შფოთა. და ამიტომ მოკლედ აი ესე. და მოკლედ ერთი წამი შენ ზემოდან დააკვირდი მე როგორ შევებრძოლები ამ მონსტრს. აჰა. წამი? და ესეც ასე. ყველაფერი მზად მაქვს. ეხლა მე აი ამ მონსტრს გამოვჩეკავ, საით ხარ? ზევით ვარ. თავს კაცო. ძალიან ზემოთ ხარ? აჰა, ესე კი. კარგად დააკვირდი. შფოთა გაჩნდა, ხო? წამოვედი უკან. დავარტყი. ხედავ როგორ ანათებს შფოთა? დავარტყი უკან გამოვიწიე. როგორც კი ანათებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცოტაც და აფეთქდება. ოპ. აი ხედავ ეხლა აფეთქდა. ხო ნახე. ესე არ უნდა შეერკინო. უნდა შეერკინო აი ესე, ეხლა ვიგან. ესე არა, ხო? ესე არა. ანუ როგორც კი განათდება, არ უნდა მიხვიდე ახლოს, ანუ ეგრევე შორს უნდა გაიწიო. ეხლა ნახე, კიდევ გავაჩენ შფოთას. ოლიკ. აფრინდი ისე. და მანამდე რა ქნა, იცი სანამ მე შფოთას გავაჩენ? აი ამ მწვანე ბლოკს, აი ამას ეხლა რაზეც მევდგავ. მაუსის გორგოლაჭი დაატრიალე, ასე ვთქვა და ყველაზე ნაკლებად საჭირო ნივთთან დაახლოებით, ანუ ჩამომითვალე რეები გაქვს მაუსის მუსიკალური დისკი მაქვს. მუსიკალური დისკი, ნუ პრინციპში არ დაგჭირდება, ასე ვთქვა, ჩამოიწიე ქვემოთ და მუსიკალური დისკი ხელში გეჭიროს ისე, ეხლა მაუსის აი ამ გორგოლაჭით მიაჭირე უშუალოდ აი ამ მწვანე ბლოკს, ანუ ბალახის ბლოკს. მიაჭირე, ხო? ეხლა აი აქაურობა ამოვავსე ის, რაც კრიფერმა დაგვიმტრია. ძალიან კარგი. ანუ game mode-იც ნელა ისწავლე. ანუ ეს არის უკვე ადმინის პრივილეგია მოგანეჭე შენ, მაგრამ ეს დროებითი, ასე რომ ძალიან არ გაგიტკბეს. ამოვავსე აქაურობა იმისაც, რომ მოკლედ კრიპერი რომელიც მომავალში გაჩნდება, ანუ დიდ პრობლემას არ გვიქმნიდეს, ასე ვთქვათ რა. ანუ ეს ამოთხილი ლანდშაფტი ისედაც არ ვარგა, ხო? ფაქტია. მოკლედ ეს ყველაფერი ამოვავსე. ისე ჯობია რომ ანუ კლიკები თავსო ხოლმე, ანუ რას გეუბნები, იცი, აი ესე თითო ჯერ დააკლიკო და არა ესე გეჭიროს და ისე გააყოლა. ეხლა ნახე. კიდევ ერთხელ გავაჩენ შფოთას, ანუ იგივე creepers. ნუ creeper ინგლისური სახელი, ანუ შფოთა აწერია კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართული Minecraft-ის ვიკიპედიაში. შეგიძლიათ ისიც ნახოთ, იპოვოთ Minecraft wiki ჩაწეროთ და შემდეგ უკვე გადახვიდეთ ქართულ ენაზე. ოლე გავაჩინე აგერ კიდევ ერთი შფოთა, რომელიც რა თქმა უნდა მე მომსდევს, იმიტომ რომ მე არ ვარ ადმინი. ნუ ადმინებს ასე ვთქვათ, ვინც შემოქმედებით რეჟიმში ხედავ მოვკალი. Creeper-ი რასაც მაძლევს, ეს არის დენთი. ჩამოიწიე და ნახე დაახლოებით როგორ გამოიყურება, ოღონდ არა იყო. ხედავ? კი. და მე ავიღებ. აჰა, ძალიან კარგი. კიდევ ერთ შფოთას ავიღებ, ამჯერად ორს გავაჩენ. მოკლედ შფოთა სულ უნდა გაურბოდე მუდმივად. ანუ შფოთა როგორც კი გვხდება, ანუ ძირითადად სახლთან ახლოს ჩდება ხოლმე ეს ჯინაზე. და ცდილობს რომ მოკლედ სახლი დაგინგრიოს. როგორც კი სახლთან ახლოს შფოთა გაჩნდა, ეგრევე უნდა უფრთხილდე და მოკლედ აი ამ შფოთას უნდა გაექცე. აჰა. კარგი. ეხლა game mode 0-ში შევალ, 0-ში კი არა და 1-ში უბრალოდ და მანამდე ესე იგი შენ რა ადმინის პრივილეგიაც მოგანეჭე, ხოლმე ქვემოთ ჩამოდი რო არ ჩამოვარდი ასე ვთქვა. გავით ხარ? ძალიან კარგი. აჰა. ესეც ასე. მოკლედ ეხლა კიდევ ერთ skills-ას დავდგამ აი აქ და აი აქ მიუთითებ იმას, რაც მოგცა შფოთამ. ანუ ეს იმისთვის რომ შემდეგ აგიხსნა თუ რა ნივთების გაკეთება შეიძლება იმ ყველაფრით, რაც მოკლედ
აი ამ მონსტრებმა მოგცეს. აჰა, ძალიან კარგი. შემოდი აი ამ ოთახში, ჰოლეკ. აი აქ შემოდი. ეხლავე ერთი ნაპასის დავარტყა და. აი ეს. ეხლა ნახე. ახლა გისმენ კაფეში. ახლა გისმენ. მოკლედ, ამჯერად გავაჩენ იმ მონსტრებს, რომლებიც ჩნდებიან, პრინციპში ამ სამყაროშიც და ანუ ზედაპირზეც და ზედაპირის გარდა ჯოჯოხეთშიც. ზედაპირზე ჩემი. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვათ ღორზომბი ჩდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოახერხებს დაუშვათ ჯოჯოხეთიდან გამოქცევას, ასე ვთქვათ. პირველი მონსტრი, რომელიც იქნება, ეს არის ღორზომბი. ღორზომბს მოიცა ეხლა ნახე. ღორზომბი მაგრამ. საერთოდ ხელი არა ხო, არ დაარტყა. უბრალოდ ჩაიარე, გაიარე ხელი, კარი არაა პრობლემა, უბრალოდ არ დაარტყა. ეს არის ნეიტრალური მობი, რომელიც მანამ არ გესხმის თავს, ანუ სანამ შენ არ დაესხმები თავს. დაარტყი ეხლა ღორზომბს და ესეთ მაგმის კრემს, წესი და რეგით უნდა ჩამოეგდო, არ ვიცი რატო არ ჩამოაგდო, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის მაგმის კრემი ამოვიღეთ. ეს მაგმის კრემიც მოკლედ აი აქ გქონდეს. ესე იგი, ბოლო მონსტრი, პრინციპში ბოლო მონსტრი არ არის, გასტიც რჩება, ანუ იგივე მტირალა, რომელიც ჯოჯოხეთში სპაუნდება. ბოლო მონსტრი არის მოკლედ შულკერი. შულკერი არის კუს პანცერის მქონე, ანუ კუს ბაკანის მქონე მონსტრი, რომელზეც თავდასხმას მოახერხებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არის გახსნილი. ანუ ეს არის აი ესეთი ბლოკივით მონსტრია, რომელიც არის რაღაც უცნაური ფერის, არ ვიცი, ჰოლიკ რა ფერის რაღაცა მიჭირავს ახლა, დააკვირდი? იასამნისფერი. იასამნისფერი არის, მოკლედ ეს ისა. და ანუ მოკლედ აი ამ იასამნისფერი ბლოკით იცნობ, რომ ეს არის რაღაც მონსტრი და არ არის უბრალო ბლოკი. აი, ხედავ? გაიხსნება თუ არა, გესვრის რაღაცეებს, რომლებიც სხვადასხვა შელოცვას მოგცემენ. ახლა შენ ლევიტაცია გექნება რამოდენიმე წამით. ხედავ ახლა შენ აერში. ხო. აჰა. კარგი. მოკლედ აი ამ მონსტრს ყველანაირად უნდა ეცადო და უნდა მიუახლოვდე, ასე ვთქვათ. კარგი, მოკლედ როგორც ხდება. აჰა. როგორც კი გაიხსნება, ეგრევე თავს უნდა დაესხა. გაიხსნა, თავს დაესხა. აჰა, მორჩა. ლევიტაცია, ანუ შენ ჰაერში დაფრინავ, მას შემდეგ რაც ეს შულკერი მოკლედ თავს დაგესხმება. ესეც ასე, პრინციპში, მთავარი მონსტრები და ზომბები, ასე ვთქვათ, გავიარეთ. რაც ძალიან კარგია, სხვათა შორის აქ მაგმის კუბები რატომღაც ამოუყარე, არ არის პრობლემა. აქვე ჩავაგდებ, ესეც ასე. რა მოგცა ესე იგი აი ამან შულკერმა თუ არაფერი? კარგი, არც ეგ არაა პრობლემა. ესე იგი აი ამ მონსტრებთან, რომლებიც აი სამი ცალი გვაქვს, ანუ ეს არის ცეცხლოვანი, ანუ თვითონ ცეცხლა, რომელიც ცეცხლას ჯოხს გაძლევს. ესე იგი ზომბი პიგმენი, ანუ ღორზომბი. და შულკერი. პლუს ამასთან ერთად მაგმის კუბი. თითოეული ეს მონსტრი მოკლედ საკმაოდ იშვიათია, ასე ვთქვათ, Minecraft-ის სამყაროში. იშვიათია ყოველ შემთხვევაში იმ კუთხით და იმ გაგებით, რომ მას რა უნდა ერთი წამი. აჰა. შევცვალოთ. ონე. აჰა, კაი, ეს მოვყავთ. მაგრამ მან რა უნდა და წარმოდგენა არა მაქვს იქ საიდან გაჩნდა. მოკლედ, ეხლა მოდი ვისწავლოთ გამოყენება. თუ რაში შეიძლება აი ამ ბლოკების გამოყენება. აი ეს ყველაფერი მოვიშოროთ. მე პრინციპში აქ რეალურად არაფერი არ მჭირდება, ასე ვთქვათ, შესაბამისად გამოვიყენებ. ცხენის ოქროს აბჯარს, უბრალოდ ალმასის აბჯარს, ასე ვთქვათ, შევინახავ. ეს ერთადერთი რამ, რაც ასე ვთქვათ, მჭირდება, გარდა ამისა ალმასები. ალმასები საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს, ასე რომ, საკმაოდ დიდი რა, მას შემდეგ რაც ლავაში ჩაიწვი. გადამუშავდა ეს ალმასი და ეხლა ბრილიანტები გვაქვს. ეხლა ნახე. მოდი პირველ რიგში გახსენი აი ეს ზედასკივრი, რომელშიც ობობის ის გვაქვს ქსელი და ამოიღე 4 ცალი. პრინციპში 7-ვე ამოიღე, არც ეგ არაა პრობლემა. და მოკლედ აი აქ დავდგამთ, ესე იგი ახალ დაზგას. აი ესე, მაგ არის დაზგა. დაზგაში შედი და აი ეს 4 ცალი ქსელი, რომელიც აი აქ არის. გააკეთე 4 ქსელისგან უბრალოდ კუბი, ანუ 4 კუთხედივით. 4 ქსელისგან და ეს ყველაფერი მოგცემს მატყლს. ხო მიხდი 4 კუთხედი, ანუ ნებისმიერი ჰორიზონტალით და ასე შემდეგ. მოგცა მატყლი თუ არა? კი, ხო? ანუ ეხლა შენ უკვე ისწავლე აი ამ ობობის ქსელის გამოყენება. რამდენი ცალი დაგჭა მითხარი? 3 ცალი. 3 ცალი, ხო? ძალიან კარგი.
ჯოხები გაქვს თუ მე მოგცე? არ მაქვს. კარგი, მოკლედ ჩამოგიგდებ ახლა მე შენ ჯოხებს, აი ესე სამცალ ჯოხს. ორი ცალი მაქვს, ხო, აჰა, სამი სამი ცალი. შედი დაზგაში და გააკეთე ანკესი, არ ვიცი გახსოვს თუ არა, ნუ მოკლედ აი ესე კიდევ ერთი დანიშნულება ძაბს აქვს იმისა, რომ მოკლედ გააკეთო ანკესი. გააკეთე, თუ ვერ გააკეთებ, არც ეგ არ არის პრობლემა, შეგახსენებ. ესე იგი, სამი ჯოხი უნდა მოვათავსო დიაგონალზე და სამი ჯოხის, ანუ ზემოთა მხრიდან, ანუ ეხლა ნახე დავუშვათ, თუ დიაგონალზე გავუშვი პირველ, მეხუთე და მეცხრე ბლოკში, ანუ მეცხრე უჯრაში, ასე ვთქვათ, ჯოხი, მაშინ მეოთხეში და მეშვიდეში უნდა გააკეთო ძაფი. მიხვდი? ანუ იმის ფორმა მიეცი, ანკესის ფორმა რა დაახლოებით მაინც. სავარაუდოდ არ გახსოვს, მაგრამ ეგეც არაა პრობლემა. ეს არც აგიხსნია, ხო? არა, ანკესი გახსოვს, ჩვენ ვითევზავეთ კიდევაც და აგიხსენი, ასე რომ დაჯექი ორიანი. ვერ გავაკეთე. ვერ გააკეთე, კარგი. ეხლა ერთიანში, ხუთიანში და ცხრიანში მაქვს ჯოხები, ხო? 1-ში, 5-ში, 9-ში გაქვს ჯოხი. კი, მერე. 4-ში და 4-ში და 7-ში გაუშვი ორი ცალი აბლაბუდა. აჰა, გასაგებია. გამოვიდა? კი. ძალიან კარგი. შენ დაგრჩებოდა ესე იგი ერთი ცალი აი ეს ქსელი, ხო? ძაფი. კიდევ ორ ცალს ჩამოგიგდებ, აი ესე. და სამცალ ჯოხსაც. კიდევ ერთი დანიშნულება თუ რა დანიშნულება აქვს აი ამ ობობის მოკლას, არის ის რომ შედი დაზგაში. შიგნითაო. მოკლედ, პირველი ვერტიკალი, ანუ 1, 4 და 7 თავიდან ბოლომდე გავავსე ძაფებით. ანუ პირველი ვერტიკალი. ხომერთი, ანუ ნუმერაციით გეტყვი, პრინციპში ესე ვქონდა. 1, 4, 7 ძაფები. 2 და 8, ანუ მეორე ვერტიკალის პირველი და მესამე ბლოკი ჯოხით და მესამე ვერტიკალის შუაში, ანუ მე-6 ნომერში, ასე ვთქვათ, ჩადე კიდე ერთი ჯოხი. დაახლოებით ხო აქვს იმის ფორმა, რა ქვია? შვილდის. მოკლედ ეს მოგცემ შვილდს, მოგცა თუ არა? კი. ძალიან კარგი, შვილდიც გაქვს. კარგი, ნუ პრინციპში ობობის ასე თქვა ლუტის გამოყენება თუ ისე ვისწავლეთ. თვალი მომავალში, როდესაც მე და შენ ასე თქვა გავაკეთებთ, პრინციპში თვალი ხო გაქვს? კი. დააბრუნე ამ სკივში, აი ამ ზედა სკივში დააბრუნე თვალი. და თვალის გამოყენებასაც უახლოეს მომავალში გასწავლე. ძალიან კარგი. ეხლა მოკლედ ამოიღე აი ამ ქვედა, ანუ შუა სკივრიდან ძვალი და გარდა ამისა ის არის, აი სამი ცალი ის არის წაიღე. მოდი პირველ რიგში დავტესტოთ, ასე ვთქვათ, ესე იგი პირველ რიგში ჩვენი ის არის, აი ესე. და მოდი აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ. ერთი წამი. აჰა. და თან პლუს ამასთან ერთად ცოტა სიხალისებ. გამოდი გარეთ და აი ამ ცენტრს გაარტყი, აბა თუ გაარტყამ. ცოტა ზემოთ დაუმიზნე ხოლმე, რაც უფრო შორს არის, მით უფრო ზემოთ უნდა დაუმიზნო. აჰა, მალადეც ბიზია. 3 ის არის გაქვს, მიდი 3-დან 3-ს თუ გაარტყამ. 2. ცოტა რაღაცა იმოძრავე იქით-აქეთ პარალელურად, რომ სულ ერთი და იგივე მიმართულებით არ იმას აკეთებს. ეხლა ნახე. მოკლედ, აი აქ შენ, როდესაც ისროლე შვილდით ის არის, გამოიწია ერთი წამი. ხო გაარტყი 1, 2, 3, ხო გაარტყი. ეხლა ნახე. მოიცა 4 ცალი აქ ერთი წამი გამოიწია. 1, მოიცე განახო ჩემი მასტერ კლასიც მაო საით გავარტყა ეხა. შენობის იქით გავარ. რო იცოდე რა. ოპა. აჰა, ნუ ეს მეოთხე S-ს მივაჭირე და მე გაისოლა. ისერთან მიხვალ და წესი დარიგით აიღებ აი ამ ისრებს. ვერ იღებ? ვერა. კარგი, არც ეგ არაა პრობლემა, მე ხა შენ ჩამოგიყრი ისრებს. აჰა, 3 ცალი ის არის. გაარტყინ მოკლედ სადღაც ისროლე. პრინციპში იგივე აი ამ მიზანს დაუმიზნე, აი ამ 3 მიზნეს უფრო სწორედ. 1. ეხა ცოტა გვერდიდან და კიდე ერთი გვერდიდან, რომ ასე ვთქვათ, აჰა. ესე იგი, ეხლა აი ამ ორ კუთხეში აი ესე მოვათავსოთ. ერთი ზომბი, ერთი წამით. აჰა, ერთი ზომბი. რა ჭანდაბა, ზომბები არის ჩეკებიან? ერთი წამი რაღაცა არ მომწონს. აჰა, გამოიჩეკა. აჰა, მეორეც. ხოლიკ ორი ზომბია, უფრთხილდი. ვისა, ბიჭო, ამათ როგორ უნდა უფრთხილდი? და აგიხსნი ამათ გამოყენებას, ანუ რაში იყენება ის ყველაფერი, რასაც ესენი გადმოგიგდებენ.
მოლიკ, მიდი დაარტყი. დაარტყი, მიდი. ეხლა EASO-ს მიაჭირე და წესი დარიგით თუ რაღაც სავსე გაქვს ინვენტარი, მაშინ ზედმეტი ნივთები, ანუ ის ფიცრები, ხმლები და ესეთი არა, პური მაქვს სოხრატო. აჰა, ნუ კარგი, ეს პური მე რა ჩამოგივ. თუ რაღაცა არის, შეგიძლია ეგ სკიურში. ძვალი მაქვს. კარგი, მოდი მაშინ აი ესე ვქნათ. პირველ სკიურში მოათავსე ის, რაც მოგცა ზომბმა. ზომბი მოგცემდა მოკლედ ზომბის ხორცს. პირველ სკიურში. აი მანდ, ზომბის ხორცი მოათავსე. მეორე სკიურში ჩადე ესე იგი ჩონჩხის მიერ მოცემული ძვლები და ისრებსაც მოგცემდა წესი დარიგით ჩონჩხი. თუ რა თქმა უნდა ძალიან ჟმოტი არ აღმოჩნდა ასე ვთქვათ. ჩააგდე? ძალიან კარგი. შემდეგი მონსტრი, რომელსაც შენ შეებრძოლები, იქნება ობობა. ჰოპ, ერთი ობობა, ჰოლიკ, მოვიდა. ჰა, ხედავ რა მოულოდნელად დაგაცხრა თავს. დაარტყი. ჰოლიკ არ მოგერიდოს. ბევრჯერ არ დაარტყ, ანუ ერთხელ დაარტყი, პატარა პაუზა გააკეთე, ერთწამიანი პაუზა. დაარტყი. მარჯვენა ღილაკის გამოყენება, ანუ ფარი არ დაგავიწყდეს. ბიჭო, რას მიტევს? მიდი. დაარტყი. სულ ფარზე ნუ ხარ დამოკიდებული. ხო იცი საუკეთესო თავდაცვა მაინც თავდასხმაა. ეხლა კიდე ერთს გავაჩენ. სიცოცხლე მითხარი რამდენი გაქვს? ბევრი. აჰა, ძალიან კარგი. მაშინ, აჰა. და კიდე ერთსაც გავაჩენ აქ მაინც კონტროლკა გავუშვოთ ეგრეთ წოდებული. ესე იგი, ანუ ობობამ რაც მოგცა, ჩადე აი მესამე სკიურში. ობობა მოგცემდა ობობის თვალს და მესამე სკიურს ვერ წვდებიდო. მესამე სკიურს ქვემოთ მხრიდან შეგიძლია მეეჭ. ვერ წვდები კი არა. დახურული მაქვს და იმიტომ. სკიურის ზემოთ აუცილებლად უნდა იყოს ცარიელი ადგილი, ან ყოველ შემთხვევაში აი ესეთი რამ მაინც დადებული. აჰა. ეხა ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ გახსნა. აჰა, 4 ცალი ძაფი, 2 ცალი ობობის თვალი, არაჩვეულებრივია. კარგით, ესე იგი ზომბი მოვიშორეთ, ობობა მოვიშორეთ, ესეც ასე. კრიპერს ბოლოს მივხედავთ, ასე ვთქვათ. ეხლა მოდი ლორწო გავაჩინოთ. ჰოლიკ, ეს არის ლორწო, აი ესა. რომელსაც აგრეთვე უნდა შეებრძოლო. საკმაოდ პატარა გაჩნდა, ასე რომ გაგიმართლა, მიდი არ მოგერიდოს, ვერაფერს ვერ დაგაკლებს პრინციპში. აჰა, მოკლა. ერთი დარტყმით მოკვდათო. აბა ერთი აი ამას შეხედე. ეს ლორწო არის იმისავით, მედუზა გორგონა რო არის მოკლედ იმაში. არა, მედუზა გორგონას არ უშდებოდა. რომელი იყო სხვათა შორის, რაღაც მონსტრი. დაიშალა ის ლორწო? ხო, დაიშლება. ეხა ეს დიდი ორად გაიყოფა, ანუ საშუალო ზომის ორად გაიყოფა და ესე. ნუ მოკლედ სხვადასხვა რაოდენობად იყოფიან. ამ პატარების მოკლა არ არის პრობლემა, ჰოლიკ. როგორც გითხარი, ერთხელ დააკლიკე, დააცადე ჯობს. აჰა, ძალიან კარგი. მოკლედ ლორწოები ჩადე აი ამ პირველ სკიურში. მოდი მე მანამდე ესე იგი ესეთ რაღაცას მოვიმოქმედებ. აი ესე, მაინც რო არ დაგვავიწყდეს, პირველში არის ესე იგი ზომბი. მეორეში ჩონჩხი ესე. აჰა, ესე იგი ლორწოებიც გავისტუმრეთ, ხო, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი. რა დააწები ამ სამყუთებს? არაფერი განახები ხა, მაიცა? ლორწო აქ, ანუ ის მივაწეპე, რაც ასე ვთქვათ, მომცემს იმის საშუალებას, რომ მოკლედ აი გაჩვენებს თუ რა გიდევს შიგნით. აჰა, ყველაფერი ზედმეტი, ნუ ძირითადად ჩონჩხის მატერიალი, ასე რომ არ არის პრობლემა. ჩონჩხის რესურსები ესე იგი იყოს მეც მაგარი ვარ, მოკლედ ყველაფერი ისედაც მაქვს კრეატივში ვარ შესული. კარგი, მოვიშოროთ, აი ეს დამჭირდება. ესეც აი ასე. თქვენ კი ძვირფასო მეგობრებო არ დაგავიწყოთ ლაიქები და კომენტარები. ხო, ლაიქები და კომენტარები აუცილებელი არის. ესეც ასე. ეხლა ანუ უბრალოდ მიუთითე სად რეები გვიდევს, რომ მაინც ყოველი შემთხვევაში თავი დავიზღვრიოთ და გასწავლოთ რისი გაკეთება შეიძლება. ლორწო მოვისტუმრეთ, ხო? სიგარეტი ხო არა გაქვს ჩემი ძმა? არა ძმაო. და ეხლა შენ უნდა გამიწვი. აი მაშინ ჩემსაც მოვწევ ძმა. აი. ეხლა ნახე. მოდი გამოუშვი. ობობები ხო უკვე გავისტუმრეთ. თოლიკ ამ რინგში ეხლა მე მოვათავსებ გამოქვაბულის ობობას, რომელიც მოგწამლავს, როგორც კი შენ დაგაკლებს სიცოცხლის გარკვეულ რაოდენობას, ასე რომ მოემზადე კარგად და ფარი აუცილებლად მომზადებული გქონდეს. მარცხენა ღილაკს დააწვევი თუ არა
ანუ თავს დაესხმები, შემდეგ მარჯვენა ღილაკით თავი დაიცავი. აი ესეც ასე. ხედავ, ეს უფრო პატარა და უფრო სწრაფია. გარდა ამისა, გაკლებს სიცოცხლეს. თუ კი რაღაც უკიდურეს ზღვარამდე მივედით, ასე ვთქვათ, მივიდა შენი სიცოცხლე, ეგრევე მითხარი. ხოლიგ დაარტყი. აჰა, ძალიან კარგი. ვისა, ბიჭო, ვისა, ნადირი ვარ. ძალიან კარგი. ხოლიგ სიცოცხლის რაოდენობა მითხარი. ეცადე ესენი გადავიტანო. ხო, ეგენიც მანდ მოათავსე. ნახევარზე, ნახევარი გულით მეტი მაქვს რა. აჰა, კარგი. მაშინ ცოტა ხანია ესე იყოს, ცოტა ხანში აღდგება, რამდენი სიცოცხლე გაქვს? ბიჭო, ამ რესურს პაკმა უფრო რაღაც დახვეწა ხო, თითქოს გამოკვეთა ხო, ხო? ანუ გამოკვეთა ბლოკების რაოდენობა, ანუ მანამდე თითო ბლოკი შედგებოდა 16 პიქსელზე. ეხლა თითოეული ბლოკი შედგება აი ამ იმას გახედე, კიბეს. და მე ძველი რესურს პაკეტი ისე უბრალოდ შენ განახებ. და მოკლედ დააკვირი, დაიმახსოვრე ამ კიბისა ეს მოყვანილობა, როგორ არა, გულებზე და იმგენზეც ეთყობა რა. ხო. მოდი ეხლა კონტრასტი მოუმატა. ხო, კიდევ ერთ ანუ გამოქვაბულის ობობას გამოჩეკავ, ასე ვთქვათ, ერთი წამით. აჰა. ოპა, მიდი ხოლმე. შეებრძოლე. მატკა ხარ ძმაო? არა, ბრატ. აჰა. ბიჭო, მომიგდო ე. გოგიგდო? ვახ, ჩემიდო. აჰა. ვოკალი? ძალიან კარგი, ისე და ისე აი ამ ზემოთა იმაში სადაც ჩავდე. და ჩადე ხო? აჰა, ხმალი გადმოაგდე და მიდი შენ თვითონ აიღე, მე არ ავიღებ. აჰა. მორიგი ზომბი, ანუ მორიგი მონსტრი, რომელიც ხდება მხოლოდ და მხოლოდ ზემოთა სამყაროში და არა ქვემოთა სამყაროში, ეს არის კუდიანი. ნუ იგივე ჯადოქარი. აი ესე. ნახე რა სიმპათიურად გამოიყურება. ეს ჯადოქარი შენ გესვის სხვადასხვა შელოცვას, სხვადასხვა შელოცვის მქონე ბოთლს. ზოგიერთი არის მოწამვლა, ზოგიერთი არის შენელება, ანუ სინელე. არაფერი არ გესოლა, არა კი გესოლა, მაგრამ ყველაფერი როგორ აიცილე. აი ხედავ ახლა მოწამვლა გაქვს სავარაუდოდ. ფარი არაფერს აშვება? არა, ანუ ფარი აქ ვერ გიწევს. ხეხებთან როგორც კი დაგიგდებს იმას, რასაც ისვრის. აჰა, აიღე ხო? EASO-ს მიაჭირე. და მარცხენა კუთხეში, ანუ ინვენტარის ზემოთ მარცხენა კუთხეში გეწერება ის თუ რა შელოცვა გესოლა, ასე ვთქვათ, აი ამ კუდიანმა. არაფერი